ჩემს ბავშვობას რო ვიგონებ, ეს მე ვარ დედაჩემთან ერთად სულ პატარა, 1 წლისაც არ ვარ ალბათ. სულ მაგონდება, როგორ მასეირნებდა ბაბუა ჩემი შაბათ-კვირას, ხან ცირკში დავყავდი, ხან ზოოპარკში, ხან კინოში, 70-იანი წლების საბჭოთა ბავშვი ვიყავი. ბაბუა ძალიან მიყვარდა, ბაბუა მაგმზარდა მე. მაგრამ აი თავარი ჩემი მოგონება არის ერთი დღე, შაბათი, როდესაც ბაბუამ წამიყვანა კინოში. მაშინ ძველ პლეხანოვზე იყო ესეთი კინოთეატრი ნაკადული და იმ დღეს ნაკადულში აჩვენებდნენ Walt Disney-ის მულტფილმებს. წარმოდგენა არ მქონდა Walt Disney ვინ იყო, მულტფილმები ისედაც ძალიან მიყვარდა, საბჭოთა მულტფილმებს უყურებდი, მაგრამ არ ვიცოდი რა მელოდებოდა, რა სასწაული მელოდებოდა იმ დღეს კინოთეატრში. შუქი რო ჩაქრა თავიდან აჩვენეს მიკი მაუსის სერიები და ამან ძალიან გამიტაცა, მაგრამ თავარი საოცრება წინ იყო. იმ დღეს მე დიდ ეკრანზე ვნახე Disney-ის მულტფილმი ფიფქია და 7 ჯუჯა. საათ ნახევრის განმავლობაში აი მახსოვს ძალიან კარგად, მახსოვს რა მეცვა, მახსოვს ჩემი ემოცია, პირღია ვიჯექი და ეკრანს ვუყურებდი. კინოთეატრიდან რო გამოვედით, ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ ბაბუს შევხედე და ვუთხარი, ბაბუ, შეიძლება კიდევ ერთხელ ვნახოთ? აბარა, ბაბუა, ყველაფერს მისრულებდა, ყველა ჩემს სურვილს. ეგრევე აიღო ბილეთები შემდეგ სეანსზე და კიდევ ერთხელ შევედით კინოში და თავიდან ვნახე ფიფქია და 7 ჯუჯა. მაშ ასე დღეს გიყვებით ყველაზე ცნობილ მულტიპლიკატორზე, ანიმატორზე მსოფლიოში, ადამიანზე, რომელმაც მთელი სამყარო შექმნა. Walt Disney. გვიყურეთ, გამოგვყევით YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე, გამოგვყევით Patreon-ზე, შემოგვიერთდით ამ პლატფორმაზე, თქვენი მხარდამჭერა არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ჩვენს ტრადიციულ მხარდამჭერს, შავი Coffee Roasters, მადლობა. გვამხნევებთ, მართლა ძალიან კარგი ყავაა და დიდი მადლობა ახალ მხარდამჭერს, იურიდიულ კომპანია GT Consultings. ამ ეპიზოდის აღწერაში არის ბმული, შეგიძლიათ შეხვიდეთ და დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია. მადლობა GT Consultings, შავი Coffee Roasters და მადლობა ყველას. კიდევ ერთხელ დაგვიჭირეთ ხარი, გამოყვევით და მოუყევით ჩვენი პროექტის შესახებ სხვებს. დავიწყოთ. Walt Disney, ინგლისურად Disney, მოდი ესე ვიტყვი Disney. დაიბადა ჩიკაგოში 1901 წლის 5 დეკემბერს. Elias და Flora Disney-ების ოჯახში. Walt-ის გარდა ოჯახში იზრდებოდა კიდე 3 ბიჭი, Walt-ზე უფროსები და 1 უმცროსი და რუდი. 2 უფროსი ძმა Walt-ის ბევრად უფროსები იყვნენ მასზე, ამიტომ ყველაზე ახლოს მაინც თავის ძმასთან როითან იყო და Walt-ი და როი მთელს ცხოვრებას ერთად გაატარებენ და ერთად გააკეთებენ იმ საქმეს, რომელსაც Disney Studio ქვია. პირველი წლები, ესე იგი, ოჯახი ცხოვრობდა ჩიკაგოში, მაგრამ მალევე გადავიდნენ მისურის შტატში, მარსელინის ფერმაზე. აქვე ვიტყვი, რომ Walt Disney-ის მამა, რომელიც ძალიან მკაცრი, ძალიან მომთხოვნი, რელიგიური, ესეთი ადამიანი იყო, რამდენ ჩვენ გმირს ყავდა ესეთი მკაცრი და მომთხოვნი, ცოტა ზასტიკი მამები. აი Walt-საც ესეთი მამა ყავდა. დედა Flora ძალიან რბილი, არაჩვეულებრივი ქალი. გადავიდნენ მისურიში მარსელინის ფერმაზე. ფერმა შეიძინა Elias Disney-მ და იქ დაიწყეს ცხოვრება. აი ზუსტად იქ პირველი მისი წლები ბავშვობა Walt Disney-ის იყო, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა ოჯახს, ეხლა ნამდვილად ბევრი ფული არ ჰქონდათ, მაგრამ იქ ჯერ ეს ერთი ბუნება, ცხოველები და რაც მთავარია, აი ცოტა რომ წამოიზარდა, აღმოაჩინა თავარი თავისი გატაცება და ეს იყო ხატვა. ამიტომ პატრა Walt-ი სულ ხატავდა, ბუნებას ხატავდა, ცხოველებს ხატავდა და სხვათა შორის ყიდდა კიდევაც თავის ნახატებს. აი ცნობილია ესეთი ფაქტი, რომ თავისი მეზობლის ცხენი დახატა, არ ვიცი ეხლა რამდენად გავდა ის ცხენი, ნამდვილ ცხენს ცოტა კარიკატურისტულად ხატავდა, სასაცილო ცხენი იყო და მიყიდა 5 ცენტად.
პირველი ესე იგი შემოსავალი. როგორც გითხარით, უჭირდა ოჯახს და ამიტომ ვოლტი შემდეგ იხსენებდა, რომ აი ყოველ შობას ერთადერთი, რასაც სთხოვდა, მშობლებს თუ სანტა კლაუს, იყო ფერადი ფანქრები, მაგრამ არა და არ მოქონდა სანტა კლაუსის ფერადი ფანქრები და ერთხელ გაბრაზებულმა, იმედგაცრუებულმა ვოლტმა ნახშირით დიდი ძროხა დახატა თავისი სახლის ერთ-ერთ კედელზე. ესე გადიოდა წლები და შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი წლები საკმაოდ ბედნიერი იყო მიუხედავად გაჭირვებისა, მაგრამ რაღაცა დროის შემდეგ ოჯახს მოუწია გადასვლა კანზას სიტიში. რატომ? იმიტომ რომ მამამ გაყიდა ეს ფერმა და ახალი ბიზნესი წამოიწყო კანზას სიტიში. ეს ბიზნესი იყო, ესე ერქვა, საგაზეთო მარშრუტი შეიძინა. ეხლა რა იყო ეს? ანუ შეიძინა უფლება, რომ რაღაცა გარკვეულ ტერიტორიაზე, აი რაღაც ერთ-ორ ქუჩაზე გაეყიდა გაზეთები. და გაზეთების გაყიდვით იყვნენ დაკავებული პატარა როი და პატარა უოლტი. ამიტომ უოლტს და როის უწევდათ დილით 4-ზე, 5-ზე ადგომა, გამარჯობა ბავშვებო, ესე მუშაობდა ბავშვი და შემდეგ მიდიოდნენ სკოლაში და სკოლაში ხა 4 საათზე ამდგარი ბავშვი ხშირად იძინებდა გაკვეთილებზე და მოდი ესეც ვთქვათ, რომ კარგად ნამდვილად არ სწავლობდა, მაგრამ სხვა ნიჭი ჰქონდა, ჯერ ეს ერთი სულ ხატავდა რაღაცა კარიკატურებს და გარდა ამისა, მას ჰქონდა გარდასახვის ნიჭი და ასახიერებდა სხვადასხვა ადამიანებს და მისი საყვარელი პერსონაჟი იყო ჩარლი ჩაპლინი. ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისი და ჩარლი ჩაპლინი უკვე არის ცნობილი მსახიობი და რეჟისორი. და უოლტ დისნეი მერე მისი ბიოგრაფები წერდნენ, რომ უოლტ დისნეი რო არ გამختارიყო ის, ვინც გახდა ანიმატორი და აი ამ მთელი უოლტ დისნეის სტუდიის დამფუძნებელი და შემქმნელი, აი ამ სამყაროს, ანიმაციური სამყაროს შემქმნელი, ალბათ ძალიან კარგი მსახიობი იქნებოდა. უოლტ დისნეიზე და ჩარლი ჩაპლინზე მათ ურთიერთობაზე მოგვიანებით მოგიყვებით, ეს ორი ადამიანი გაიცნობენ ერთმანეთს და საინტერესო ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მოგვიანებით, ამიტომ გთხოვთ, რომ არ გადართოთ, არ გადაახვიოთ და საინტერესო მომენტი გველოდება, ესე იგი იმაზე, თუ რა მოხდება ჩაპლინსა და უოლტ დისნეის შორის. დავუბრუნდეთ უოლტ დისნეის ბავშვობას, დადის სკოლაში და პარალელურად ის იმდენად მოწონს ეს ხატვა, რომ კანზას სიტიში პირველად დაიწყო სამხატვრო კურსებზე სიარული. იქ დაიწყო, ესე იგი, სწავლა ხატვის, რასაც ქვია. მაგრამ ეს არის უკვე პერიოდი, როდესაც ევროპაში იწყება პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს. მისი ძმა როი მიდის ევროპაში ფრონტზე და უოლტსაც, რომელიც უკვე ამთავრებს სკოლას, 16 წლის არის, ეს არის 1916-17 წელი, ძალიან უნდა წასვლა, ესე იგი, ევროპაში და ფრონტზე, მაგრამ არ ჩაწერენ ჯარში, იმიტომ რომ პატარაა. აი გამოადგა სამხატვრო ნიჭი, გააყალბა რაღაცა დოკუმენტი, დედამისის თუ მამამისის ხელმოწერა და გაემგზავრა ევროპაში. ისევ და ისევ ფრონტზე ეს არის 1917 წელი, ერთ წელიწადში ომი დასრულდება, მაგრამ ფრონტზე არ მოხდება და ჩაეწერა წითელ ჯვარში, სადაც მუშაობდა მძღოლად. თითქმის 2 წლის განმავლობაში უოლტ დისნეი გაატარებს ევროპაში, საფრანგეთში, სადაც წითელ ჯვარში მძღოლად მუშაობს. არსებობს ფოტოები, სადაც გამოსახულია უოლტ დისნეი თავისი მანქანის წინ და მანქანაზეც რაღაცა ესე პერსონაჟები ხატია, რაღაცა კარიკატურები. იქაც ეს არ ავიწყდებოდა, სულ ხატავდა. აი, დაახლოებით 2 წელიწადში, 19 წელს, უოლტ დისნეი დაბრუნდება ამერიკაში. ოჯახი უკვე ცხოვრობს ჩიკაგოში, სადაც ისევ გადავიდა, ესე იგი, ელაიას დისნეი ოჯახთან ერთად, იქ უკვე ფაბრიკაში მუშაობს და მამას გონია, რომ უოლტი იმუშავებს მასთან ერთად ფაბრიკაში, მაგრამ უოლტ დისნეი არის უკვე კი ახალგაზრდა, მაგრამ დამოუკიდებელი ადამიანი, რომელმაც გაიარა რაღაცა გარკვეული გზა, ომში იყო კაცი და მკაცრად ეტყვის მამას, რომ არა. მამა, მე მინდა დავუკავშირო ჩემი ცხოვრება ხატვას. და იმ პერიოდში აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მომავალში უნდა გახდეს კარიკატურისტი. იმისთვის, რომ გააგრძელოს დამოუკიდებლად ცხოვრება, უოლტ დისნეი ჩიკაგოდან მიდის ისევ კანზას სიტიში, სადაც სხვათა შორის მისი ძმები ცხოვრობენ. როი დისნეიც დაბრუნდა ფრონტიდან, ყველაფერი კარგად არის, თუმცა მას აი ომიდან დაბრუნებულს აღმოაჩნდა ჭლექი.
მიდის კანზას სიტიში, სადაც აბარებს კანზას სიტი არტ ინსტიტუტში. ინსტიტუტში, სადაც ისევ და ისევ, ესე იგი, სწავლობს ხატვას. აი, კანზას სიტი არტ ინსტიტუტში გაიცნობს ადამიანს, რომელთანაც ძალიან იმეგობრებს და რომელიც ასევე დიდ როლს ითამაშებს მის ცხოვრებაში. ეს ადამიანი იყო აბ აივერქსი, ანიმატორი, მხატვარი, ბევრად უკეთესი მხატვარი ვიდრე Walt Disney და მოდით ესეც ვთქვათ, რომ დღემდე ბევრი, ესე იგი, საუბრობს იმაზე, რამდენად კარგი მხატვარი იყო Walt Disney. არ ვიცი ახლა რამდენად კარგი მხატვარი იყო, მაგრამ არაჩვეულებრივი ვიზიონერი იყო. ვიზიონერი, ანუ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ხედვა, რომელიც ხედავდა იმ საშუალებებს, იმ იდეებს, იმ სამყაროს, რომელიც სხვებისთვის არ იყო, ესე იგი, ესეთი ღია. და აი ამ art school-ში გაიცნობს აბ აივერგს და ორივე დაიწყებს მუშაობას პატარა სარეკლამო სააგენტოში. სარეკლამო სააგენტოში იმ დროს აკეთებდნენ ანიმაციურ მოკლე სარეკლამო რგოლებს. ეხლა რა ხდება იმ პერიოდში, ესე იგი, ეს არის 20-იანი წლები, ხო? აი დაახლოებით ეს პერიოდია. კინოთეატრებში აჩვენებენ ფილმებს, მაგრამ ფილმის ჩვენებამდე აჩვენებენ მოკლე სარეკლამო რგოლებს, ძირითადად ანიმაციურს, ანუ დახატულს. ჩემს ბავშვობაში, ახალგაზრდობაში, საბჭოთა კინოთეატრებშიც აჩვენებდნენ რაღაცა ფილმის ჩვენებამდე იყო რაღაცა შესავალი, რასაც ჟურნალი ერქვა. აი რაღაცა სარეკლამო, ისეთია სატირული ხანდახან. აი ეს სარეკლამო რგოლები, ანიმაციური, რომელსაც აჩვენებდნენ კინოთეატრებში და აბ აივერგსი და Walt Disney ამით არიან დაკავებულები და ეს არის მომენტი, როდესაც Walt Disney, რომელიც დარწმუნებულია, რომ ესე იგი უნდა გახდეს კარიკატურისტი, მიხვდება, რომ სინამდვილეში ყველაზე მეტად ანიმაცია აინტერესებს. ამ ინსტიტუტის გარდა კანზასში დადის ბიბლიოთეკაში და კითხულობს წიგნებს ანიმაციაზე. აქ მოკლე პაუზას გავაკეთებ და ძალიან მოკლედ მოგიყვებით ანიმაციის ისტორიას. როდესაც ვამზადებდი ამ ეპიზოდს, ჯერ ერთი დავინტერესდი იმ წლებში საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა, აკეთებდნენ თუ არა ანიმაციებს, მულტფილმებს და ზოგადად საიდან წამოვიდა. მოკლედ, პირველი მულტფილმი შექმნა ფრანგმა მხატვარმა, რომელსაც ერქვა ემილ კოლა. მან შექმნა მულტფილმი, რომელსაც ერქვა ფანტასმაგორია და ფანტასმაგორიის ეს ნახატი ფილმის, ძალიან მოკლე ფილმის პრემიერა შედგა პარიზში 1908 წლის 17 აგვისტოს. აი, აქედან იწყებს ესე იგი სვლას დიდი ანიმაცია. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, ჯერ ესეთი ძველ რუსეთში, აი სადღაც 1906-ში, 1909-ში პირველი მულტფილმები, ანიმაციები, ხო, მულტფილმები, იმიტომ რომ ეს არ იყო ნახატი, ეს იყო თოჯინები, შექმნა მარიინსკის თეატრის ბალეტმეისტერმა და ქორეოგრაფმა, როგორი უცნაური არ უნდა იყოს, ეტყობა ხატვაც ეხერხებოდა კაცს, ალექსანდრე შირაევმა. მაგრამ ამ შემთხვევაში დახატული კი არ იყო, არამედ იყო თოჯინები, ესეც სტატიკურ ფონზე და იყო საბალეტო პარტიები, რაღაცა ბალეტებიდან ეპიზოდები. მაგრამ რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, აი აქ პირველი მულტფილმი 1924 წელს შექმნა კინოდოკუმენტალისტიკის მამამ, არ ვიცი, ლეგენდამ, რომელსაც ერქვა ძიგა ვერტოვი. თუ ჩვენ გვიყურებენ, არ ვიცი, ჟურნალისტები, კინოდოკუმენტალისტები, მათთვის ეს სახელი ნამდვილად ცნობილია და მისი ცნობილი დოკუმენტალური ფილმი ადამიანი კინოაპარატით. ძიგა ვერტოვი 1924 წელს ქმნის მულტფილმს, სატირული მულტფილმი იყო, არ იყო ბავშვებისთვის, რომელსაც ერქვა საბჭოთა სათამაშოები. არ იყო ბავშვებისთვის, იყო პროპაგანდისტული რაღაცა პატარა ფილმი, სადაც დაცინოდნენ სოციალიზმის მტრებს. ამიტომ აი რასაც ქვია მულტფილმი და ანიმაცია ბავშვებისთვის პირველი საბჭოთა კავშირში შექმნა იური ჟელაბუშსკიმ 1927 წელს და მულტფილმს ერქვა ყინულის მოედანი. აი ეს იყო ანიმაცია დახატული ბავშვებისთვის, რაღაცა ბავშვები ყინულის მოედანზე, მაგრამ ესეთი ამბავი.
და რაც შეეხება ქართულ ანიმაციას, აქ ავტორი პირველი მულტფილმის, ქართული მულტფილმის, ნახატი ფილმის არის ძალიან ცნობილი ქართველი მხატვარი ლადო მუჯირი, რომელმაც 1935 წელს გადაიღო ანიმაცია მულტფილმი არგონავტები. აი ესე მოკლედ მოგიყევთ, მოკლედ, იმიტომ რომ ეხლა მე რო დავიწყო მოყოლა მთელი ისტორიის ანიმაციის, მთელი ეპიზოდი არ ეყოფა ამას და ჩვენ დღეს ვსაუბრობთ Walt Disney-ს და დაუბრუნდეთ Walt Disney-ს. მოკლედ აბ აივერსთან ერთად იმუშაობს ერთ სარეკლამო სააგენტოში, მეორე სარეკლამო სააგენტოში ამ ანიმაციებს აკეთებს. ძალიან მოკლე ფილმებზეა საუბარი. 1 წუთიანი, 2 წუთიანი, მაგრამ ცოტა ზუხთიანი ისა და თან ამ ადამიანს აი მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ ქონდა რაღაცა იდეები და სულ უფრო მეტი უნდოდა, ვიდრე ქონდა იმ მომენტში. მერეც კი, როდესაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს. აბ აივერსთან ერთად Walt Disney შექმნის 1921 წელს სტუდიას, რომელსაც დაარქმევენ Laugh-O-Gram Studio. Laugh-O-Gram, ანუ სიცილგრამ სტუდია, სასაცილო ფილმების, სასაცილო ანიმაციების გაკეთებას აპირებენ ეს ახალგაზრდა ადამიანები. ისევ და ისევ ეს ანიმაციები, რომელსაც ქმნიდნენ და უკვე არსებობდა ანიმაცია, არა მარტო როგორც სარეკლამო რგოლები, არამედ ანიმაცია, ეს სასაცილო გეგები, ესე ვთქვათ, ხო, კომიკური რაღაც სიტუაციები, რაღაც პერსონაჟები. აი ამას აკეთებენ და Walt Disney-ს მოსდის ესეთი აზრი თავში, სულ იდეები, სულ აზრები ქონდა, ესე იგი, აი სულ ახალ რაღაცებს იგონებდა, რომ გაერთიანოს ანიმაცია და მხატვრული ფილმი. და რას გააკეთებს? შექმნის მთელ სერიას, მოკლე ფილმების Alice in Wonderland, Lewis Carroll-ის ძალიან ცნობილი წიგნი, ალისა ზოგიერთ შემთხვევაში საოცრებათა ქვეყანაში, ამ თავის ფილმებს, აი ამ სერიებს Walt Disney დაარქმევს ელისის საოცრებათა ქვეყანა. ფაბულა არის ესეთი, ანუ იქ თამაშობს ცოცხალი გოგონა, მსახიობი, რომელიც ხდება მულტფილმების სტუდიაში და იქ სხვადასხვა პერსონაჟებს, ესე იგი, ესაუბრება, ეთამაშება, რაღაცა და თავგადასავალია ამ ელისის. აი ესე იღებენ ამ სერიებს ელისზე. სთავაზობენ, აი თვითონ დადიან, ხა პროდიუსერი მათ არ ყავდათ და დისტრიბიუტორი ამ თავისი პროდუქციის, ამიტომ Walt-ი და აბი დადიან, სთავაზობენ კინოთეატრებს, აი ამ სერიებს ელისზე, ნუ ზოგი იღებს, ზოგი არ იღებს. მოკლედ რთულად მიდის საქმე, ფული საერთოდ არ აქვთ, ძალიან უჭირთ და ეს არის 1923-24 წელი და მაშინ Walt Disney დაფიქრდა, რომ ალბათ აჯობებდა, რომ გადასულიყო კალიფორნიაში. ეხლა რაშია საქმე? როგორც გითხარით, მისი უფროსი ძმა, როი დისნეი, რომელიც დაბრუნდა ევროპიდან, დაბრუნდა ომიდან, მას ჰქონდა ჭლექი. და ამიტომ საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში, LA-ში, ლოს-ანჯელესში, რადგან იქ იყო კარგი კლიმატი. სუმზე არის 12 თვე არის ზაფხული, გადასარევი. იმიტომაც, რატო გახდა ჰოლივუდი, რატო არის კალიფორნიის შტატში? პირველ რიგში კლიმატის გამო, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც ჰოლივუდი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ფირების ჯერ ეს ერთი გასამჟღავნებლად მზე იყო მნიშვნელოვანი და 24 საათი კი არა და 12 თვე თითქმის არის მზე და გარდა ამისა ფილმების გადაღებისთვის კალიფორნიაში არის არაჩვეულებრივი ლანდშაფტი. თა გინდა, ზღვა გინდა, ოკეანე, ის გინდა, ეს გინდა, ყველაფერი არის, ანუ სხვაგან წასვლა არ გჭირდება, ძვირადღირებული დეკორაციების აშენება ხშირად არ გჭირდება. ამიტომაც ჰოლივუდი გაჩნდა კალიფორნიაში, აი მზის გამო. და Walt Disney გადაწყვიტავს, რომ მოდი მეც წავალ ჰოლივუდშიო, ჩემს მასთანო და შეიძლება იქ უკეთესად წავიდეს საქმე, იმიტომ რომ იქ მაინც და მაინც კარგად არ მიდიოდა. ჩადის კალიფორნიაში, ცხოვრობს, პირველ პერიოდი ცხოვრობს თავის ძმასთან, როითან, რომელსაც უკვე მეუღლე ყავს, შვილები. და გადაწყვიტავს, რომ შეესთავაზოს ეს თავისი სერიები ელისზე
პროდიუსერს ნიუ-იორკში. ეს პროდიუსერი, მისი პირველი პროდიუსერი, დისტრიბიუტორი, იმიტომ რომ პროდიუსერები მაშინ იყვნენ დისტრიბიუტორები, ადამიანები, რომლებიც კინოფილმებს ან ანიმაციურ ფილმებს, მოკლე ფილმებს სთავაზობდნენ კინოთეატრებს. ეხლა ზოგი კინოთეატრი ყიდულობდა, ზოგი არა. მოკლედ მარგარეტ ვინკლერია ეს პროდიუსერი ნიუ-იორკში. ინტერესდება ამ სერიები დელიზე, უბნება უოლტს რომ არ არისო ცუდიო, რაღაცას შეაცვლევინებს, უოლტი ამაზე თანხდება, მოდი შევცვალოთო და რამდენიმე სერიას ყიდულობს. მე მგონი პირველი $1000 მაშინ, ესე იგი გადაუხადეს Walt Disney. Disney არის ძალიან ბედნიერი და ამიტომ უკვე 1923 წელს როითან ერთად, თავის ძმასთან ერთად გადაწყვიტავს, რომ შექმნას დაარსოს საკუთარი სტუდია. ამ სტუდიას თავიდან ერქვა Disney Brothers Studio, ანუ ძმები დისნეების სტუდია, შემდეგ კი Walt-მა გადაარქვა Walt Disney Studio. და როი არ ეწინააღმდეგებოდა ამაში. შემდეგ უკვე მთელი ცხოვრების განმავლობაში როი Disney იქნება ფინანსური დირექტორი, მენეჯერი, ამ საკითხებით იქნება დაკავებული Walt-ისგან განსხვავებით, რომელიც იქნება მთავარი ტვინი. აი ამ მთელი სამყაროსი, ესე ვთქვათ. შექმნიან ამ სტუდიას, რამდენიმე ადამიანი მუშაობს, აკეთებენ ამ სერიებს. ელიზე, მაგრამ რაღაცა მომენტში მარგარეტ ვინკლერი ეუბნება, რომ რაღაცა არ იყიდებაო, ეს ელისი აღარ აინტერესებსო ხალხს, შეიძლება რამე სხვა მოიფიქროთო. და მოიფიქრეს მართლაც, მაშინ კიდევ ერთხელ ანიმაცია უკვე არსებობს. უფრო მეტიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ადამიანები მიდიან კინოთეატრში და კინოს დაწყებამდე პატარა რაღაცა ანიმაციებს უყურებენ. არსებობდა ესეთი პერსონაჟი კატა ფელიქსი, შავთეთრი, აი მისი თავგადასავალი. Walt Disney ფიქრობს რა გავაკეთო და მოიფიქრებს ესეთ პერსონაჟს, რომელსაც დაარქმევს კურდღელი ოსვალდი. და კურდღელ ოსვალდზე, ეს ელისი ცოტა უკვე დაავიწყდება, იმიტომ რომ არ იყიდება, ამიტომ კურდღელი ოსვალდი და აი კურდღელ ოსვალდზე აკეთებენ ანიმაციებს, აკეთებენ სერიებს. და აღმოჩნდება, რომ ძალიან კარგად იყიდება კურდღელი ოსვალდი. იმდენად კარგად, რომ Walt Disney დაიქირავებს უფრო მეტ ხალხს, ანიმატორებს, ხატრებს, რომლებიც ხატავენ ამას, ახლა მაშინდელი ანიმაცია, ახლა დღეს კი არის ეს ყველაფერი კომპიუტერით კეთდება და ასე შემდეგ. ადამიანები ხატავდნენ, ხო? აი რამდენი უნდა დაეხატათ, რომ ხელი აეწია, ან მე უკვე ხმა გაჩნდება, მოძრაობა გააკეთოს პერსონაჟმა, წარმოიდგინეთ. იმ წლებში, აქვე ვიტყვი, 25 წელს, Walt Disney დაქორწინდა თავის თანამშრომელზე, ლილიან ბაუნდზე. ეს იქნება ძალიან მყარი, კარგი წყვილი, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი ცხოვრების ბოლომდე. თავიდან ჰქონდათ პრობლემა ლილიანს და Walt-ს არ უჩნდებოდა შვილები რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ გაუჩნდება ჯერ პირველი ქალიშვილი დაიანი. შემდეგი 3 წელიწადში, 4 წელიწადში აიყვანენ იშვილეს კიდევ ერთი გოგონა, შერონი. Walt Disney-ს 2 ქალიშვილი ყავდა, დაიანა და შერონი. ეს რაც შეეხება მის ოჯახურ მდგომარეობას და არაჩვეულებრივი ოჯახი იყო, გიждდებოდა თავის ქალიშვილებზე, თავის მეუღლეზე, ძალიან ესე იგი მოსიყვარულე მეოჯახე ადამიანი იყო. მოკლედ აკეთებენ ამ კურდღელ ოსვალდზე სერიებს, არც თუ ისე ცუდად იყიდება ეს სერიები და სადღაც დაახლოებით 25-26-ში მარგარეტ ვინკლერი, რომელიც არის მისი დისტრიბიუტორი, მისი ფილმების ნიუ-იორკში, დაქორწინდება ასევე პროდიუსერზე, ვინმე ჩარლზ მინცზე. ხა რატო ყვები ამ ისტორიას, იმიტომ რომ ჩარლზ მინცს თავისი ადგილი აქვს Walt Disney-ის ბიოგრაფიაში. გადის დრო და სადღაც 1928 წელს Walt Disney ლილიანთან თავის მეუღლესთან ერთად მიდის ნიუ-იორკში და აქვს გადაწყვეტილი, რომ შეხვდეს ჩარლზ მინცს, იმიტომ რომ მარგარეტ ვინკლერი დაფეხმძიმდა, ბავშვს ელოდება და ყველა საქმე, მისი კლიენტები, ესე იგი ჩაბარდა ჩარლზ მინცს. შეხვდეს ჩარლზ მინცს და უფრო მეტი ფული მოსთხოვოს, იმიტომ რომ ამბობს, რომ აი ოსვალდი კარგად იყიდება, ყიდულობენ კინოთეატრები, შეხვდება ჩარლზ მინცს ნიუ-იორკში. ხო და იქ დახვდება სულ სხვა ამბავი. ჩარლზ მინცი Walt Disney-ს ეუბნება, რომ
კიო, კარგად იყიდებაო შენი კურდღელიო, მშვენიერი სერიებია, მაგრამ მეო გადავწყვიტეო და ჩარლზ მინცი მუშაობს სტუდია Universal-ზე. უკვე არსებობს აი დიდი კინოსტუდიები, შემდეგ რაც გახდება დიდი ჰოლივუდის ხუთეული, ერთ-ერთი არის Universal-ი. ჩვენო გადავწყვიტეთო, რომ გავწყვიტოთ კონტრაქტი შენთან. აღარ გვჭირდებიო, პრაქტიკულად ეს უთხრა. უფრო მეტიც, რადგან მათ არ ქონდათ ნორმალური კონტრაქტი, მინც ეუბნება, რომ გარდა იმისა, რომ შენთან გავწყვეტო კონტრაქტსო, კურდღელ ოსვალდსაც მე წავიყვანო. ჩემი პერსონაჟი იქნება. ნაწილი შენი ანიმატორების, რომლებიც შენ სტუდიაში მუშაობენ, უკვე გადმოვიდნენ Universal-ზე, ჩემთან იმუშავებენ და შენ პრინციპში არაფერში არ გვჭირდები. ეს იყო უდიდესი დარტყმა Walt Disney-ისთვის, იმიტომ რომ ჯერ ერთი დაკარგა პერსონაჟი, რომელიც თვითონ შექმნა, ხო? გარდა ამისა, ადამიანებმა, რომლებიც აიყვანა სამსახურში, პრაქტიკულად უღალატეს და გადავიდნენ სხვაგან. და უკანა გზაზე შემდეგ მისი მეუღლე ლილიანი იხსენებდა, რომ უკანა გზაზე მატარებელში ხმა არ მოუღია Walls, მაგრამ არ ვიცი, ლეგენდა ამბობს, რომ უკანა გზაზე მას მოვიდა ესეთი იდეა თავში, რომ მოიგონოს ახალი პერსონაჟი. ეს ახალი პერსონაჟი გახდება ლეგენდარული მიკი მაუსი. დაბრუნდება ჰოლივუდში, უბრალოდ LA-ში, ლოს-ანჯელესში და Ab Iwerks, რომელიც რჩება მასთან და ესე იგი მისი მთავარი ანიმატორია და მთავარი მეგობარი. ეუბნება, უყვება ამ ამბავს. მასთან სტუდიაში ჯერ კიდევ რჩებიან ის ანიმატორები, რომლებიც ცოტა ხანში უკვე მიდიან ჩარლზ მინცთან. რადგან რამდენიმე სერია ოსვალდის კიდევ უნდა გაეკეთებინათ და ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინათ და დაესრულებინათ თანამშრომლობა მინცთან. და უოლტი ეუბნება Ab Iwerks, რომ კი, ესეთი სამწუხარო ამბავია, მაგრამ მეო მოვიგონეო ახალი პერსონაჟი. და ეს პერსონაჟი იქნება თაგვი. თაგვი მორტიმერი. ხო, თავიდან Walt Disney-მ ესე დაარქვა მიკი მაუსი. და აი აქვე ვიტყვი, არ დამავიწყდეს, დიდი როლი ითამაშა ლილიანმა, მისმა მეუღლემ, რომელმაც თქვა, რომ ეხა მორტიმერი, ეს მორტიმერი რა სახელია თაგვისთვის, ეხა რა სისულელია, თან ეხა ესეთი ანიმაციური პერსონაჟი, რა მორტიმერი, კაცო და ლილიანს ეკუთვნის ეს სახელი. მიკი დავარქვათო. თავიდან Ab Iwerks-ი ჩუმად მუშაობდა, იკეტებოდა სტუდიაში, ცალკე ოთახში და ხატავდა მიკი მაუსს. ითვლება, რომ პირველი ჩანახატი აი ამ პერსონაჟის მიკი მაუსის თვითონ Walt Disney-მ გააკეთა. მაგრამ სინამდვილეში კი არა, აი ის მიკი მაუსი, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიცნობთ, როგორც გამოიყურება, ეს უკვე არის მისი ავტორი არის Ab Iwerks-ი. მოდით სამართლიანობა უნდა იყოს დაცული ნამდვილად. Ab Iwerks-მა დახატა. სხვათა შორის, რაც შეეხება კურდღელ ოსვალდს. Walt Disney-ს არა, მაგრამ 2006 წელს Disney სტუდიომ სიმბოლურად NBC Universal-ისგან გამოისყიდა კურდღელი ოსვალდი. უკვე ეკრანებზე აღარ გამოსულა, მაგრამ Disney-მ, ესე ვთქვათ, დაიბრუნა ეს თავისი პერსონაჟი. სიმბოლურად ოსვალდი დაბრუნდა Disney-მ. მოკლედ, მის სტუდიაში, აი ესე ჩუმად მიდის მუშაობა მიკი მაუსზე. ის ანიმატორები ხო ხატავენ ოსვალდს, ცოტა ხანში ისინი წავლენ და ამათ ეშინიათ, რომ ეხა ახალი პერსონაჟი რო ნახონ, ესეც არ მოგპაროსო და Walt Disney-ს გადაწყვეტილი აქვს, რომ აწი არასდროს არავის არ მისცემს კონტროლის უფლებას მის მიერ შექმნილ პერსონაჟებზე. როგორც ამბობენ, Ab Iwerks-ი დღეში 700 ნახატს აკეთებდა. და უკვე 1928 წლის 15 მაისს შედგება პირველი ფილმის პრემიერა მიკი მაუსზე. ამ ფილმს ერქვა, მულტფილმს ერქვა შეშლილი თვითმფრინავი. და იქ მიკი მაუსი არის პილოტი, რატომ მაინც და მაინც ეს თემა, იმიტომ რომ 27 წელს ჩარლზ ლინდბერგმა მოახდინა ესე იგი პირველი გადაფრენა ატლანტიკაზე ამერიკიდან ევროპაში, იქამდე ევროპიდან ამერიკაში გადაფრენილი იყვნენ. ხო და ჩარლზ ლინდბერგმა 27 წლის მაისში
მოახდინა ეს გადაფრენა და ძალიან დიდი ამბავი იყო და ამას ესე ვთქვათ მიუძღვნეს პირველი მულტფილმი, სადაც პერსონაჟი იყო მიკი მაუსი. შეშლილი თვითმფრინავი. Playing Crazy ესე ერქვა. ეს იყო 2-3 წუთიანი მოკლე ანიმაცია და კინოთეატრები დაინტერესდნენ ამ ახალი პერსონაჟით და დაიწყეს ამის ჩვენება კინოთეატრებში, ფილმების ჩვენებამდე. კარგად მიდის საქმე, მიკი მაუსი იყიდება, ამიტომ სტუდიაში იწყებენ ის მოღალატე ანიმატორები წავიდნენ ჩარლზ მინცთან, დარჩნენ უკვე ისინი, რომლებიც უოლთან და აბაივერქსთან ერთად და როითან ერთად მუშაობენ და დაიწყეს მუშაობა მეორე სერიაზე. და მეორე სერიას რომელიც ასევე ესე იგი მიკი მაუსი იყო მთავარი გმირი, ისევ და ისევ კომიკური ეპიზოდები, რაღაცა სიტუაციებიდან, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ეს ალბათ ყველაზე მეტად მომწონს Walt Disney-ში, რომ გარდა იმისა, რომ ეს იყო ნახატი ფილმი, Walt Disney ყოველთვის ფიქრობდა თავისი პერსონაჟის ხასიათზე. ეს მერე და მერე უფრო კარგად და ნათლად ვნახავთ ამას. იგი თვლიდა, რომ ყველა მის პერსონაჟს უნდა ჰქონდეს ხასიათი. ამიტომ მიკი მაუსი შეიქმნა როგორც ხიარული, ძალიან კეთილი, ესეთი ტრიქსტერი ცოტა, ესეთი ტიპი, რომელიც ნებისმიერი რთული სიტუაციიდან ესელს იცილ ხარხარით გამოდის, უმღერის, ცეკვავს და ეხა ესეთი პერსონაჟები და მერე როდესაც ხმით დაიწყებს სიმღერას, მერე ესე იგი მთლად გაგიჟდება ყველა, მაგრამ იქამდე ჯერ დრო გვაქვს. ესეთი სასაცილო საყვარელი პერსონაჟია. უკვე ამზადებენ მესამე ფილმს მიკი მაუსზე, რომელსაც ერქვა ურთქმავალი ვილი, Steamboat Willie. და აქ დგება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. საქმე ის არის, რომ 1927 წლის 6 ოქტომბერს Walt Disney ესწრება პირველი ხმოვანი ფილმის პრემიერას. ეს ფილმი იყო ჯაზის მომღერალი, The Jazz Singer. ამის მერე Walt Disney, რომელიც ამაზე ბევრს ისაუბრებ დღეს, ვიზიონერი ადამიანი, რომელიც უფრო მეც ხედავდა, ვიდრე ხედავენ ჩვეულებრივი, რა ვიცი, ჩემნაირი ადამიანები. ბევრად უფრო მეც. ამ მომენტში სტუდიაში მუშაობენ, ამ ურთქმავალ ვილიზე, ამ სერიაზე, მიკი მაუსის და Walt Disney ბრუნდება სტუდიაში და ამბობს, მე ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავახმოვანოთ ჩვენი მიკი მაუსი. თავიდან ისევე როგორც Walt Disney-ს ძალიან ბევრ იდეას ხალხი შეხვდა სკეპტიციზმით, იმიტომ რომ თქვენს რო ეს იქნება ტექნიკურად ძალიან რთული, საერთოდ რა თუნდა ეს სამწუთიანი ანიმაცია თანხმით, მაგრამ Walt Disney არ ნებდება, არც არასოდეს არ ნებდებოდა და ყოველთვის ბოლომდე, ესე იგი ბოლომდე ახორციელებდა იმას, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის. ამბობს, რომ არა, მიკი მაუსი უნდა ამღერდეს, ალაპარაკდეს და სხვა შორის მიკი მაუსი ალაპარაკდება და ამღერდება Walt Disney-ს ხმით. 20 წლის განმავლობაში თვითონ Walt-ი ახმოვანებდა თავის საყვარელ პერსონაჟს. რთული პროცესი იყო, ტექნიკურად ძალიან რთული. ხალხო, წარმოიდგინეთ, ჯერ ეს ერთი ხელით რო ხატავდნენ, რამდენი ასეულობით ნახატი ჭირდებოდათ იმისთვის, რომ ეს ანიმაცია გაცოცხლებულიყო და შემდეგ კიდე ხმის დადება იმ ტექნიკური საშუალებებით, რაც მაშინ იყო, ურთულესი პროცესი, მაგრამ 1928 წლის 18 ნოემბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთ კინოთეატრში მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ მოხდა რევოლუცია. ერთ-ერთი ფილმის ჩვენებამდე, უკვე ხმოვანი, გახმოვანებული ფილმის ჩვენებამდე პირველად აჩვენეს ხმოვანი ანიმაციური ფილმი და ეს იყო ურთქმავალი ვილი. და ეს იყო ამღერებული მიკი მაუსი. ესე სასაცილო, საყვარელი, კეთილი პერსონაჟი მიკი მაუსი გახდა ჰოლივუდის ვარსკვლავი.
ყველას უნდა მიკი მაუსის, ანუ გაღმოვანებული მიკი მაუსის აი ამ მოკლე ანიმაციური ფილმების ნახვა კინოთეატრებში. ხანდახან იმასაც წერდნენ, რომ ხანდახან უფრო მეტად უნდათ მიკი მაუსის ნახვა, ვიდრე იმ ფილმის, რომელიც შემდეგ მიკი მაუსის სერიების შემდეგ, ესე იგი, ფილმს, რომელსაც აჩვენებდნენ. შემდეგ Walt Disney მთელ სამყაროს შექმნის, როდესაც დაიწყებს მუშაობას თელ სერიაზე, რომელსაც დაერქმევა Silly Symphonies, სულელური სიმფონიები, ნაივური სიმფონიები, ხანდახან ესე თარგმნიან ამას, იქ გაჩნდებიან ახალი პერსონაჟები. ჯერ ეს ერთი მიკის და რატომ რატომ მაინც და მაინც თაგვი, ხო? ბევრი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით. აქ არ არის ესეთი ერთგვაროვანი, ბევრი ვერსია, ერთი ვერსიის მიხედვით, იმიტომ რომ პირიქით ეშინოდა თაგვების და ამიტომ გადაწყვიტა რომ თავის პერსონაჟად თაგვი გაეღადა მიკი მაუსი. მეორე ვერსიის მიხედვით პირიქით მის სტუდიაში უცებ გამოჩნდა თაგვი, რომელიც Walt's ძალიან მოეწონა, კალიაში ჩასვა. კაცრავად და შეუყვარდა და აი ესე გაჩნდა მიკი მაუსი. მოკლედ მიკის გარდა მიკის გაუჩნდა მეგობარი მინი მაუსი, girlfriend-ი, ხო. შვილები არ ყავდათ. შემდეგ გაჩნდებიან პლუტო, გუფი, გაჩნდება დონალდ დაკი და აი ნახეთ რა ხდება ყველა ამ პერსონაჟს ექნება თავისი ხასიათი. აი რო გაიხსენოთ და ყველას გვაქვს ნანახია ეს. მეც კი მაქვს ნანახი 70-იან წლებში დაბადებულს. ეს მულტფილმები ყველას თავისი ხასიათი აქვს. აი ხანდახან რაღაცა რა გუფი ხარ ან რა პლუტოსავით იქცევი. ხო, ვამბობთ ხოლმე ამას. მოკლედ 1929 წელს იწყება აი მიკი მაუსი ხდება სუპერ პოპულარული პერსონაჟი. იქმნება მიკი მაუსის კლუბები. ბავშვები შედიან ამ კლუბებში. ესე იგი ხვდებიან Walt Disney-ს, ყველას უნდა გაიცნოს ის ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს პერსონაჟი. მაგრამ მე კიდევ რა მიყვარს ძალიან რისი გახსენება მიყვარს, მე მიყვარს გახსენება კონტექსტის. რა რის ფონზე ხდებოდა ეს ყველაფერი. არადა ფონი იყო ძალიან მძიმე. 1929 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო დიდი დეპრესია. ეს არის პერიოდი ეკონომიკური, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, შემდეგ მსოფლიოში გავრცელდა. უმძიმესი, როდესაც ადამიანები კარგავდნენ სამსახურს, სახლს, ლუკმაპურის გარეშე რჩებოდნენ, მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, Walt Disney-ისთვის ეს არ იყო ცუდი ამბავი. ჯერ ეს ერთი, იმიტომ რომ მას ჰქონდა საშუალება, რომ ნაკლები გადაეხადა თავისი სტუდიის თანამშრომლებისთვის, იმიტომ რომ ოღონდ გარეთ არ დარჩენილიყვნენ და ნებისმიერ ხელფაზე იყვნენ თანახმა და მუშაობდნენ და ნაკლებს უხდიდა და მეორე იყო ფსიქოლოგიური მომენტი. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები, რომლებსაც არაფერი არ ქონდათ დარჩენილი, არც სამსახური, ხანდახან არ ვიცი, ქუჩაში ეძინათ და მართლა ძალიან შიოდათ, ბოლო ფულს იხდიდნენ ბილეთში და შედიოდნენ კინოთეატრში. იმ ფილმის სანახავად, სადაც იყო ეს ჰოლივუდური არაჩვეულებრივი ცხოვრება, აი ეს რაღაცა სამყარო და მიკი მაუსის სანახავად. აი ამ საყვარელი კეთილი პერსონაჟის სანახავად. შეიძლება ითქვას, რომ მიკი მაუსი და შემდეგ უკვე სხვა პერსონაჟები, იგივე გუფი, პლუტო, დონალდ დაკი და არა მარტო იმ წლებში სხვა მულტფილმებსაც შექმნის Walt Disney და მისი სტუდია. ყველანი იყვნენ ადამიანებისთვის დეპრესიასთან ბრძოლის საშუალება. შედიოდნენ, უყურებდნენ აი ამ რაღაცა არაჩვეულებრივ საოცარ სამყაროს და რა ვიცი, უკეთეს ხასიათზე გამოდიოდნენ კინოთეატრებიდან. მაგრამ Walt Disney-ს ახალი დარტყმა ელოდებოდა. სხვა შორის მთელი ცხოვრება ეს იყო, აი რაღაცას მიაღწევდა, რაღაცა დარტყმა ჰქონდა ისა, მაგრამ აი სულ ეცემოდა, მაგრამ დგებოდა ფეხზე. ეს მე მომწონს. მისი ხასიათის ნეგატიურ მხარეებზეც ვისაუბრებთ დღეს ნამდვილად, მაგრამ ამ ადამიანს ბევრი რამ ახასიათებდა, რაც მე ნამდვილად მხიბლავს. ზოგადად ძალიან მიყვარს აი ეს ვიზიონერი, კრეატიული ესეთი შემოქმედი ადამიანები. ნამდვილად. მოკლედ რაში იყო საქმე და ეს იყო სერიოზული პრობლემა. Walt Disney შეხვდა
ნიუ-იორკში შეხვდა გახმოვანების ლიცენზიის მქონე ადამიანს და დისტრიბიუტორს, რომელსაც Pet Powers-ი ერქვა, რომელმაც უთხრა, რომ მისი მთავარი ანიმატორი და მისი მეგობარი Ab Iwerks-ი მიდის მისი სტუდიიდან, ტოვებს მის სტუდიას და გადადის სხვა სტუდიაში სამუშაოდ. რაში იყო საქმე და ეს არის აი უკვე პირველი, რაშიდაც Walt Disney-ს ადანაშაულებენ. Ab Iwerks-ი როგორც ძალიან ნიჭიერი ანიმატორი, ადამიანი, რომელმაც Mickey Mouse-ის გარდა კიდე ბევრი Disney-ის ბევრი პერსონაჟი შექმნა, თვითონ დახატა, ხო, და მულტფილმებსაც თვითონ აკეთებდა. ხო, იყო უკმაყოფილო იმით, რომ ამ ფილმების ტიტრებში საერთოდ არ ფიგურირებდა მისი სახელი და გვარი. ეს პრეტენზია შემდეგ სხვა ანიმატორებსაც ექნებათ Walt Disney-თან. ანუ ნებისმიერი ეს ფილმი, რომელიც გამოდიოდა, იქ ეწერა მხოლოდ Walt Disney Studio და მისი სახელი ჟღერდა. ხალხმა იცოდა, რომ Walt Disney არის ამის ავტორი, ამის შემქმნელი. სხვა ანიმატორების, ადამიანების სახელები და გვარები არ ფიგურირებდა. ცნობილია ესეთი ეპიზოდი, როდესაც Walt Disney და მისი სტუდიის თანამშრომლები ხვდებოდნენ ბავშვებს, რომლებიც გადარეულები იყვნენ, Mickey Mouse, Minnie Mouse ყველაზე და ერთ-ერთი ბიჭუნა მივიდა Walt Disney-თან და ავტოგრაფის თხოვა და შემდეგ თხოვა, რომ Mickey Mouse ხო არ დამიხატავდითო და იქვე მდგომ Ab Iwerks, Walt Disney მიაწოდა ეს ფურცელი და დაუხატეო. და Ab Iwerks-ი, რომელსაც ეთყობა უკვე აი დიდი გაღიზიანება ქონდა, დაუბრუნა ეს ფურცელი, შენ თვითონ დაუხატეო და წავიდა. ეთყობა უგროვდებოდა ამ ადამიანს ეს რაღაცა ემოციები და აი მაშინ ესე იგი დატოვა სტუდია. გავაწლები და Ab Iwerks-ი დაბრუნდება Walt Disney-თან, მაგრამ იმ პერიოდში დატოვა და ეს იყო რასაკვირველია დარტყმა Disney-ისთვის, მისი მთავარი ანიმატორი, მისი მეგობარი, რომელთანაც ერთად დაიწყეს, ხო, ეს საქმე სამხატვრო კურსებზე დადიოდნენ კანზასში. იყო დარტყმა, იგი თვლიდა, რომ არის აბი არის მოღალატე. მაგრამ Disney-მ გაიცნო ახალი დისტრიბიუტორი, Powers-თან გაწყვიტა კონტრაქტი და ეს მისი ახალი პროდიუსერი, ესე ვთქვათ, დისტრიბიუტორი გახდა ადამიანი, რომელსაც ერქვა Harry Cohen-ი, რომელსაც ძალიან ისეთი ცუდი რეპუტაცია, როგორ გითხრათ, კაცრი, ცივი პროდიუსერის რეპუტაცია ჰქონდა, ყველას ეშინოდა ჰოლივუდში. Harry Cohen-ის, უბრალოდ Cohen-ის არა, Cohen-ის, აი Harry Cohen-ი გახდა მისი ახალი დისტრიბიუტორი. და 30-იანი კიდე კარგი ამბავი რაც მოხდა, რომ 30-იანი წლების დასაწყისში და ეს მე მგონი უფრო Roy Disney-ის იდეა იყო, დაიწყეს მერჩის შექმნა. არის მერჩი, ანუ დაიქირავეს ადამიანი და შემდეგ უკვე ადამიანები იქნებიან დაკავებულები ამ საქმით, რომლებიც ქმნიან აი ამ მთელი პერსონაჟების, რასაც ხატავდნენ Disney სტუდიაში, ბრენდირებული პროდუქციის შექმნა. ეს არის მერჩი, ხო? Mickey Mouse-ები, გუფები, პლუტოები, Donald Duck-ები, ყველგან კომიქსები იხატება ნებისმიერ ჭურჭელზე, მაისურებზე, აი ყველგან არის გამოსახული მთელი ეს რაღაცა Silly Symphony-ის აი ამ სამყაროს პერსონაჟები, რომელიც ძალიან კარგად იყიდება. ბოლომდე უნდა ვთქვათ, რომ როდესაც სტუდიას ჰქონდა უკვე შემდეგ დიდ Disney სტუდიასაც, როდესაც ჰქონდა მძიმე პერიოდები, სხვადასხვა მიზეზის გამო აი რა ეხმარებოდა და აი ამ მერჩის გაყიდვა ძალიან ეხმარებოდა. და გარდა ამისა კიდევ good news იყო ის და ეს არის 30-იანი წლები, როდესაც დაიწყეს ამ ფილმების, ამ ანიმაციების ჩვენება საზღვარგარეთ და იქედანაც ესე იგი ჰქონდა შემოსავალი და ნუ ახლა გაიმართა ხალხი წელში ნამდვილად რაღაცა პირველი სერიოზული შემოსავალი ზუსტად მაშინ იყო. მაგრამ Walt Disney არ იქნებოდა Walt Disney, სულ ახალი დიდეები რომ არ ქონოდა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჯერ ეს ერთი გარდა იმისა, რომ ესეთ საინტერესო პერსონაჟები შექმნა და კი ანიმატორები ხატავდნენ სხვები, მაგრამ ჯერ ეს ერთი ესკიზებსაც აკეთებდა და გარდა ამისა, რაც შეეხება ამ პერსონაჟების ხასიათს და ფაბულას რა უნდა მოხდეს აი ამ ანიმაციაში, ეს ამას ყოველთვის Walt Disney აკეთებდა, ეს უნდა ვთქვათ. მან გადაწყვიტა გააფერადოს ანიმაცია. ისევ სკეპტიციზმი, ურთულესი იქნება, ეხლა რაღაცა ფერადი როგორ უნდა იყოს, მაშინ უკვე არსებობს Technicolor,
კომპანია, რომელსაც დაუკავშირდა Walt Disney და აი გაუზიარა ეს თავისი აზრი, რომ არა მარტო ფილმები, არამედ ანიმაციებიც გააფერადონ. პირველი ანიმაციური ფერადი ფილმი, რომელიც შექმნა Walt Disney-მ, იყო Flowers and Trees, ყვავილები და ხეები, რომელიც შეიქმნა 1932 წელს. 1933 წელს გამოდის პირველი 8 წუთიანი, ეს უკვე საკმაოდ გრძელი ქრონომეტრაჟია ანიმაციური ფილმისთვის, გახმოვანებული და ფერადი ფილმი, რომელსაც ჰქვია სამი გოჭი. ყველამ ვიცით ეს ზღაპარი და თან ამ ფილმში ყველა პერსონაჟს თავისი ძალიან ესე ნათლად ხედავ, თავისი ხასიათი აქვს. ანუ სამი გოჭი, ფლეიტისტი, მე ვიოლინე და პრაქტიკული გოჭი, მე ბატონო, ქვის სახლს რო აშენებს და გააგდებს მგელს, თავისი ხასიათი. ყველაფერთან ერთად ეს მულტფილმი წარმოუდგენელი იუმორით არის გადაღებული. მართალი გითხრათ, მე ხა ბავშვობაში მქონდა ნანახი და მერეც ჩემ შულთან ერთად ვუყურებდი, მაგრამ ამ ეპიზოდს რო ვამზადებდი, სიამოვნებით კიდევ ერთხელ ვნახე, ესე იგი, სამი გოჭი. და იქ მივაქციე ერთ ეპიზოდს ყურადღება, სადაც სამი გოჭი ცეკვავს სახლში და კედელზე კიდია, ესე იგი, ორი პორტრეტი, დედა და მამა, mother, დედა გოჭი და ეს სამი, ესე იგი, ჭამენ. და father, მამა, რა ხატია ნახატზე? სოსისი. მოკვდა მამა. გაუშვისო. ეს აი, ნუ წარმოუდგენელი იუმორია, ხო ხნო, ხა რა უნდა გითხრა. ხო, აი, იქ მისი Disney-ს პოპულარობა, ცნობადობა, დიდება იწყებ მე რამდენად კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ფურორს ახდენს ეს გახმოვანებული პერსონაჟები, სასაცილო და კიდევ ერთხელ 33 წელია ჯერ დიდი დეპრესია ამერიკაში. აი ეს მთავარი სიმღერა, რომელიც ჟღერს ამ მულტფილმში Who is afraid of a big bad wolf, ანუ ვის ეშინია დიდი ბოროტი მგლის, გახდა ჰიმნი დიდი დეპრესიის, იმიტომ რომ დიდი დეპრესია იყო big bad wolf ადამიანებისთვის და ამიტომ ადამიანები ამას მღეროდნენ როგორც, რა ვიცი, ჰიმნს აი იმ ეპოქის და კიდევ ერთხელ ეს ფილმი გახდა ესეთი მთავარი ანტიდეპრესანტი ადამიანებისთვის. 34 წელს მალევე არ ჩერდება, ეს არის მნიშვნელოვანი ამ ადამიანში, რომ აი მიაღწია ხო ის გააკეთა ეს არ ჩერდება ეს ადამიანი და კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. ისევ სკეპტიციზმი არ გამოვა, როგორ გამოვა რაღაცა. როდესაც ამბობს, რომ ესო კი არისო კარგიო, რომ ფილმებამდე, მულტფილმებს აჩვენებენ, იყიდება იქ მერჩი, საზღვარგარეთ აჩვენებენ, უკვე Silly Symphony-ს, რა ვიცი, მილიონი პერსონაჟი არსებობს, მთელი ისა. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ მე მინდაო, რომ ადამიანები მივიდნენ კინოთეატრში ანიმაციური ფილმის სანახავად, მხოლოდ ამ ფილმის სანახავად. თავიდან უთხრეს რას ლაპარაკობ, კაცო, გან რა ქრონომეტრაჟი უნდა კონდეს, ან გრძელი თუ ექნება, როგორ უნდა შეიქმნას, ურთულესი, ეს ხო ტექნიკურად ძალიან რთული საქმე იყო. როგორ უნდა გავაკეთოთ? კიო, უნდა გავაკეთოთ და ეს 34 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავის სტუდიაში გადაიღონ ფიფქია და 7 ჯუჯა. ურთულესი პროცესი, ჯერ ეს ერთი ჭირდებოდა ბევრი ფული, ისესხა Walt Disney, Roy Disney, ისესხეს ბანკებში, აიღეს ბევრი კრედიტი, შემდეგ ეს კრედიტორები იყვნენ უკმაყოფილებული, იმიტომ რომ არ ჭდებოდნენ იმ ვადებში, რომელსაც დაპირდნენ, რომ დაბრუნება, ფილმის გამოსვლა, პრემიერა 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადაიდო. ურთულესი პროცესი, იმიტომ რომ 10,000-ობით ნახატი დაჭირდა აი ამ მულტფილმის შექმნას, რომ ქრონომეტრაჟით არის 75 წუთი, დაახლოებით 80 წუთი, ანუ დაახლოებით საათნახევარი, მოდი ესე ვთქვათ, გრძელი. მაგრამ Walt Disney არ ნებდება, Roy Disney ძალიან ნერვიულობს, რა ვქნათ, ესენი გვაწვევიან, კრედიტორები, დისტრიბიუტორები, მოკლედ 1937 წლის დეკემბერში ესე იგი შედგება ფიფქია და 7 ჯუჯას პრემიერა.
და არ ვიცი, ფურორის სინონიმი რა, ბომბი აფეთქებული იმ პრემიერაზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტები, პროდიუსერები, მსახიობები, ძალიან ნერვიულობდა Walt Disney. მისი მეუღლე იხსენებდა, რომ პრემიერის დროს მთელი აი ამ საათნახევრის დაახლოებით განმავლობაში ჩემი ხელი ესე ეჭირა და მითხრა, რომ თუ იმ მომენტში, როდესაც ფიფქია კვდება, მე ვიგრძნობ ამ ემოციას დარბაზში, ესე იგი ყველაფერი კარგად მიდისო. ფიფქია კვდება, პოროტი დედინაცვალი მოკლავს ფიფქიას და Walt Disney-მ უფრო მაგრად მოუჭირა ლილიანს ხელზე. რადგან დარბაზში ხალხიც ატირდა და მათ შორის იყვნენ ძალიან ცნობილი მსახიობები. ეს მეგობრებო, ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი. ანიმაციურმა პერსონაჟმა რომ აგატიროს, ამას ვერ წარმოიდგენდა ნამდვილად ვერავინ. ამ ფილმში ოსკარის დაჯილდოების მე-11 ცერემონიაზე Walt Disney-ს დააჯილდოვებენ. მართალი გითხრათ, ანიმაცია მაშინ არ იყო გამოყოფილი ცალკე კატეგორიად, ჯერ მაშინ არა, მაგრამ მას მისცემენ საპატიო ოსკარს და ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანს მისცემენ არა ერთს, არამედ 8 ოსკარს. ერთ დიდს და 7 პატარას, როგორც 7 ჯუჯას. ეს იყო ოსკარის ისტორიაში, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პატარა ოსკარები გააკეთეს სპეციალურად აი ამ ფილმის და ამ ადამიანის საპატივცემლოდ. Walt Disney კიდე მიიღებს ოსკარებს, მაგრამ ეს განსაკუთრებული ნამდვილად იყო. აი ეს 30 წლის ასაკში ბიჭუნა ძალიან ღარიბი ოჯახიდან, რომელიც ჯერ ფერმაზე ცხოვრობდა, შემდეგ გაზეთებს არიგებდა და ამისთვის დილის 4 საათზე დგებოდა. ხო, მსოფლიო ვარსკვლავი გახდება. და უკვე 40 წლის ასაკისთვის კიდევ 10 წელიწადში Walt Disney გახდება ესეთი აღიარებული გენიოსი და ადამიანი, რომელსაც იელის და ჰარვარდის უნივერსიტეტები საპატიო დოქტორის დიპლომებსაც გადასცემენ. ადამიანს, რომელსაც უმაღლესი განათლება არ ჰქონდა მიღებული. გადასცემენ აი იმ 8 წლისთვის, რაც მან შეიტანა ანიმაციის შექმნაში და გადასცემენ იმისთვის, რაც Walt Disney-მ შექმნა. ფიფქიის მერე Walt Disney სტუდიაზე აკეთებენ ახალ სრულმეტრაჟიან ფილმებს, ანიმაციურ ფილმებს, ეს იყო პინოკიო და ეს იყო ფანტაზია. აი შეიძლება ფანტაზიაზე არც გაგიგიათ, მაგრამ ძალიან საინტერესო ანიმაციური ფილმია. პოპულარული, განსაკუთრებით პინოკიო, ფანტაზია ნაკლებად პოპულარული იყო, მაგრამ ნაკლებად შემოსავლიანი ორივე. ამიტომ ორივე ძმას, როის და უოლტს მოუწევთ სადღაც 1940 წელს სტუდიის აქციების ნაწილის გატანა ბირჟაზე და გაყიდვა, რადგან ჭირდებოდათ ფული. ფანტაზიაზე მინდა შევჩერდე და თუ არა გაქვთ ნანახი, აი მე გირჩევთ რომ ნახოთ. 60-იან წლებში უფრო დააფასებენ ამ ანიმაციურ ფილმს, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული იყო. ეს იყო ფილმი, სადაც იყო სხვადასხვა კლასიკური ნაწარმოები, მუსიკალური, თავისი ანიმაციური, ესე იგი, გაფორმებით. ამ კონცერტის, ესე ვთქვათ, წამყვანი არის Walt Disney-ის საყვარელი პერსონაჟი მიკი მაუსი და შემდეგ ამ მულტფილმში ისმის ბეთჰოვენის მუსიკა, ბახის, ჩაიკოვსკის, მუსორგსკის და არის ანიმაცია. მაგალითად, ჩაიკოვსკის მაგნატუნას მუსიკაზე ცეკვავენ სოკოები. საინტერესო გადაწყვეტილება. იქ ბახის მუსიკაზე კენტავრები ჩნდებიან. რაღაცა სხვა ცოტა სურეალისტური, ისეთი საინტერესო. დიდი ხნის განმავლობაში Walt Disney-ს ჰქონდა ეს იდეა, აი 40 წელს განახორციელა, მაგრამ ნუ აი ხო როგორც გეუბნებით, დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა ეს მულტფილმი. თუმცა მე რომ მკითხო, საკმაოდ საინტერესოა. იმ
წლებში ეს არის 1940 წელი, ბირჟაზე გაიყიდა აქციების ნაწილი და თან ეს არის პერიოდი, როდესაც ევროპაში უკვე დაიწყო 39 წელს მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ ჯერჯერობით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს ომი არ ეხება. მაგრამ ეხება სხვა ამბავი, ზუსტად 40 წელს და აქ მე მთავარი დამავიწყდა, რომ რისთვის ჭირდებოდა ბევრი ფული, Walt Disney არისვენებს კაცი, უნდა ახალი დიდი სტუდიის აშენება. რასაც გააკეთებს და მართლაც იღებს მიწას და იქ აშენებს უზარმაზარ, იმ პერიოდისთვის ძალიან დიდ სტუდიას, რამდენიმე შენობას, ძალიან კარგად მოწყობილს, იქ იყო სპორტული დარბაზი, მაღაზიები, კაფეები, რა ვიცი, ადამიანს, რომელიც იქ მიდიოდა სამუშაოდ, არც ჭირდებოდა მთელი დღის განმავლობაში იქიდან გამოსვლა. მთელ დღეს იქ ატარებდა. იწყება კიდევ ერთი ისტორია, რომელიც უკავშირდება გაფიცვას. აქ მე მინდა გავაკეთო პატრა გადახვევა და გითხრათ Walt Disney-ზე, როგორც პიროვნებაზე, მის ხასიათზე და რის გამო აკრიტიკებდნენ Walt Disney-ს. ჯერ ეს ერთი მე უკვე აღნიშნე ეს მომენტი, რომ როგორც თავის დროზე Ab Iwerks, მის მთავარ ანიმატორს, ისევე შემდეგ სხვებს ჰქონდათ ეს პრეტენზია Walt Disney-თან, რომ რატომ ფილმების ტიტრებში საერთოდ არ ფიგურირებს არც ერთი მათგანის გვარი. ეს აწუხებდათ მხოლოდ Walt Disney-ის სახელი. გარდა ამისა, Walt Disney-ს გარკვეულ პერიოდებში ადანაშაულებდნენ ანტისემიტიზმში. რა იყო ამის საფუძველი? გახსოვთ სამი გოჭი, ეს ფილმი გაფერადებული, სადაც მგელი, როდესაც აკაკუნებს ერთ-ერთი გოჭის სახლის კარზე, გადაცმული არ უნდა იცნონ გოჭებმა და პირველ ესკიზებში ეს მგელი გამოიყურება, როგორც მათ წარმოედგინათ, ან Walt Disney-ს როგორც წარმოედგინა, როგორც ებრაელი ვაჭარი. რაღაცა აქვს დიდი ცხვირი, რაღაცა აცვია ხალათი და აქვს პეისები. მაგრამ მაშინვე რაღაცა ეს კრიტიკა იყო, რომ ეს დაადანაშაულეს ანტისემიტიზმში და შემდეგ შეცვალეს და ბოლო ვერსიაში უკვე როგორც ბეკეკა გამოიყურება, ესე იგი მგელი. ეს ერთი. მეორე, რომ 40-იანი წლების დასაწყისში 41 წელს Walt Disney დაპატიჟა თავის სტუდიაში ძალიან ცნობილი მაშინ გერმანელი რეჟისორი და ჰიტლერის დიდი მეგობარი ლილი რიფენშტალი. და თავის სტუდიაში მოაწყო მისი ფილმის ოლიმპიას პრემიერა. ესეც იყო კრიტიკის საგანი, რადგან ლილი რიფენშტალი ასოცირდებოდა ჰიტლერთან, ნაციზმთან, ვიცით ჩვენ მის მიერ გადაღებული ფილმები. და ამიტომ ანტისემიტიზმი, ხო? კიდევ ერთი იყო ის, რომ მას პრეტენზიად უყენებდნენ დამოკიდებულებას ქალების მიმართ. კონკრეტულად რას ამბობდნენ? ამბობდნენ, რომ მის, ესე იგი, სტუდიაში მამაკაცებს ბევრად უფრო უკეთესი პირობები აქვთ სამუშაო, ვიდრე ქალებს. რომ მამაკაცები, ჯერ ეს ერთი მთავარი ანიმატორები ძირითადად არიან მამაკაცები და ქალები ასრულებენ ტექნიკური პერსონალის დამხმარის როლს და გარდა ამისა, უკეთეს პირობებშიც მუშაობენ. როგორ გითხათ, მეგობრებო, ეხლა ეს მე რომ მკითხო, საერთო ტენდენცია იყო, არ იყო კარგი ნამდვილად, მაგრამ საერთო ტენდენცია იყო, იმიტომ რომ ცხოვრებაში Walt Disney ჯერ ეს ერთი თავის ცოლზე გიждდებოდა, ორი ქალიშვილი ყავდა, მეგობარი ქალები, მეგობრები ყავდა. რა ვიცი, არავის არ შეუმჩნევია, რომ რაღაცა განსაკუთრებულად ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ქალების მიმართ, მაგრამ აი ამ პრეტენზიებს უყენებდნენ. და აქ დადგა დრო, როდესაც მე მინდა გავიხსენო ისტორია ჩარლი ჩაპლინთან დაკავშირებით. ჩარლი ჩაპლინმა და Walt Disney-მ გაიცნეს ერთმანეთი, როდესაც Disney-მ დაიწყო ამ პირველი თავისი ისეთი უკვე მიკი მაუსის სერიების შექმნა, შემდეგ ჩარლი ჩაპლინი ესწრებოდა ფიფქიის პრემიერას და ძალიან
დამეგობრდნენ და ჩარლი ჩაპლინი იმ წლებში არის ლეგენდა უკვე. ყველა იცნობს ამერიკაში და არა მარტო. და ჩარლი ჩაპლინი უოლტ დისნეის ძალიან ეხმარებოდა, განსაკუთრებით პირველ წლებში, როდესაც უოლტ დისნეის უჭირდა. მაშინ ჩარლი ჩაპლინს ჰქონდა შექმნილი უკვე კომპანია, რომელსაც ერქვა United Artists. ეხმარებოდა ფინანსურად, ეხმარებოდა არჩევებით, ეხმარებოდა ყველანაირად მხარში ედგა ახალგაზრდა, ესე იგი, ანიმატორს. შემდეგ გადის წლები და უკვე 40-იანი წლების ბოლოს, 50-იან წლებში, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება მაკარტიზმის ეპოქა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამერიკაში ებრძოდნენ კომუნისტურ საფრთხეს და რა ვიცი, ყოველ მეორე სლამის ადანაშაულებდნენ რაღაცა კომუნისტების მიმართ სიმპათიებში. აი ამ ამბებში მოყვა ჩაპლინიც. რატომ? იმიტომ რომ ჩარლი ჩაპლინი გამოირჩეოდა თავისი მემარცხენე იდეებით. გარდა ამისა არის კიდევ ერთი მომენტი, ესეთი ეპიზოდი ჩარლი ჩაპლინს მოგეხსენებათ მხატვრული ფილმები უკვე გახმოვანებული ფილმებიც აქ გადაღებული და ერთ-ერთი ესეთი ფილმი და ბევრმა შეიძლება არც იცის, ესეთი ფილმი იყო მისია ვერდუ. იყო ადამიანზე, რომელმაც დაკარგა სამსახური, ძალიან უჭირდა და იმისთვის, რომ რაღაცნაირად, ესე იგი, დაეხმაროს საკუთარ ოჯახს, მოყავდა ცოლად მდიდარი ქალბატონები. და შემდეგ ამ ქალბატონებს კლავდა და ითვისებდა მთელ მათ ქონებას. პრაქტიკულად ფილმი არის სერიულ მკვლელზე. ფილმის ბოლოს მისია ვერდუს იჭერენ, იმართება სასამართლო, შემდეგ დასჯიან ესე იგი სიკვდილით და აი ამ სასამართლოზე მისია ვერდუ ამბობს ესეთ ფრაზას, რომ რამდენიმე ადამიანის მოკლა შენ ხდის დამნაშავედ და მილიონობით ადამიანის მოკლა უკვე არის ჰეროიზმი და თქვენ ხდებით ესე იგი გმირი. ხო, ბევრმა ამაში დაინახა ანალოგია იმასთან, რასაც ძალიან ხშირად აწერენ საბჭოთა დიქტატორს იოსებ სტალინს, რომ ვითომ იოსებ სტალინმა თქვა, რომ ერთი ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია და მილიონობით ადამიანის სიკვდილი არის სტატისტიკა. სინამდვილეში ეს ფრაზა არ ეკუთვნის სტალინს, ამასაც გრძელი ისტორია აქვს, როგორ გადავდივარ ხოლმე ერთი თემიდან მეორეზე, მესამეზე, მაგრამ პირადი საქმეა, ესეთი ფორმატი გვაქვს ჩვენ. სინამდვილეში ეს ფრაზა ისმის ერიხ მარია რემარკის რომანში შავი ობელისკი. მაგრამ ერიხ მარია რემარკიც არ არის ამ ფრაზის ავტორი. თურმე, როგორც ეხა მე ვარკვია ამ ეპიზოდზე რომ მუშაობდი, სინამდვილეში ეს ფრაზა ეკუთვნის გერმანელ ჟურნალისტს კურტ ტუხოლსკის, რომელმაც 1925 წელს ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია და ზუსტად იქ წერია ესეთი ფრაზა, რომელსაც ამბობს პარიზელი ფრანგი დიპლომატი. ომი მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საშინელება. ერთი ადამიანის სიკვდილი არის კატასტროფა და 100,000-ობით სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკა. აი ესეთი ისტორია აქვს აი ამ ფრაზას და როგორ მივედით მისია ვერდუმდე, ჩაპლინამდე. მოკლედ რა შუაშია უოლტ დისნეი. 50-იან წლებში აი ეს მისია ვერდუ აკრიტიკებენ ჩაპლინს, მემარცხენე იდეები. და 52 წელს ჩარლი ჩაპლინი, რომელიც არ იყო ამერიკის მოქალაქე, არამედ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო, მიდის ლონდონში საკუთარი ფილმის პრემიერაზე. ამ ფილმს ჰქვია რამპის ჩირაღნები. არაჩვეულებრივი ფილმია. ამ ფილმის რეჟისორია, მთავარ როლს თამაშობს და არის ამ ფილმის კომპოზიტორი და მე ვთვლი, რომ აი კინომუსიკაში ეს თემა, რომელიც ისმის ამ ფილმში, არის აბსოლუტურად გამორჩეული. ამ ფილმის ნახვასაც გირჩევთ. შავ-თეთრი გადასარევი, ძალიან ესეთი რომანტიკული ფილმია. ფილმის პრემიერაზე და როდესაც აპირებს ამერიკაში დაბრუნებას, ამერიკის შეერთებული შტატები არაძლევს ეს ქვეყანა არაძლევს ჩარლი ჩაპლინს ვიზას. და ჩარლი ჩაპლინი ვერ ბრუნდება ამერიკაში. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში და შემდეგ შვეიცარიაში, მაგრამ რა შუაშია უოლტ დისნეი. როდესაც ეს
ამ ამბის შესახებ გაიგეს ამერიკაში, რომ აი ჩარლი ჩაპლინს, რომელსაც აკრიტიკებენ, ესა ამის კომუნისტს ეძახიან, არ აბრუნებენ ამერიკაში. Walt Disney, რომელსაც ჩარლი ჩაპლინი სულ ეხმარებოდა, სულ მხარში ედგა, თქვა ესეთი ფრაზა: "ძალიანაც კარგი. უკეთესი იქნება ამერიკაში ამ კომუნისტის გარეშე." აი ესე. ხო, არ ახასიათებს კარგად ნამდვილად ამ ადამიანს. მაგრამ წინ გვაქვს კიდე, ესე იგი, კრიტიკა Walt Disney-ს. მოდით აქ გავაკეთოთ მოკლე პაუზა და შეგახსენებთ შავი coffee roasters. აუცილებლად გასინჯეთ ეს ძალიან გემრიელი ყავა. ავიც მულტფილმებზე ყვები ყავას სვა, მაგრამ რა მოხდა. და ასევე ჩვენი კიდევ ერთი მხარდამჭერი იურიდიული კომპანია GT Consulting-ი. არ დაიზაროთ, შეიძლება ბევრ თქვენთაგან სჭირდება იურიდიული კონსულტაცია. ამ ეპიზოდის აღწერაში არის ბმული, შეგიძლიათ შეხვიდეთ და დაჯავშნოთ უფასო კონსულტაცია ამ კომპანიის, ამ ფირმის არაჩვეულებრივ იურისტებთან. GT Consulting-ი. ჩვენ კი ვაგრძელებთ, გამოყვებით ყველგან YouTube-ზე. იცით რა, მე მესმის, რომ აი შეიძლება უბრალოდ უკვე ეს სიტყვებია, მაგრამ დამიჯერეთ, მეგობრებო, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველა თქვენთაგანის აი გამოწერა, კომენტარი, YouTube-ის და სოციალური ქსელების ალგორითმები ისე მუშაობს, რომ კომენტარები არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ მხარი დაგვიჭიროთ. მადლობა ამისთვის და გავაგრძელოთ. და ვუბრუნდებით, მე მოვყევი Walt Disney-ის ხასიათზე, მის აი მეორე შეიძლება ითქვას ბნელ მხარეზე. და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა გაფიცვის დროს. 1951 წელს Walt Disney-ის აი ამ ახალ აშენებულ სტუდიაში იწყება გაფიცვა. თანამშრომლები, ბევრი მათგანი, მათ შორის ისეთი წამყვანი ანიმატორებიც იღებენ მონაწილეობას ამ გაფიცვაში და ითხოვენ დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნას. Walt Disney-ისთვის, რომელიც ისეთი აი ძალიან აქტიური მემარჯვენე იყო. თავისი ტრადიციული ფასეულობებით, ყველაფრით, არ ვიცი დღეს რო ეცხოვრა როგორ იქნებოდა, შეიძლება დღეს კარგად იქნებოდა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში არ ვიცი როგორ იქნებოდა მისი ადგილი და რენომე. და გარდა ამისა, აი ძალიან ისე აკრიტიკებდა მემარცხენეებს, ყველაფერში ხედავდა ამ რაღაცა კომუნისტურ საფრთხეს. იმდროინდელი ტიპიური ტრადიციული თეთრკანიანი ამერიკელი იყო, ხო, ესე ვთქვათ. და იმ პერიოდში ადამიანები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას გაფიცვაში, ყველანი ლამის მისთვის არიან კომუნისტები. მემარცხენეები, მიუღებელი ადამიანები, მაგრამ გაფიცვა არ ჩერდება. კი აკეთებენ ფილმებს, სტუდია რაღაცნაირად მუშაობს, მაგრამ მაინც ძალიან რთულად მიდის საქმე, ამიტომ როი Disney ხვდება, რომ ეხა ამ სიტუაციას თავის ძმა უნდა მოარიდოს, ეუბნება, რომ რამდენი ხანი არ დაგისვენია, წადი დაისვენი და მართლაც Walt Disney იღებს შვებულებას მეუღლესთან და შვილებთან ერთად მიდის სამოგზაუროდ და აი ამ პერიოდში, როდესაც Walt Disney არ იყო თავის სტუდიაში, უკაცრავად Walt Disney, Roy Disney მოაგვარებს ამ საქმეს და დამოუკიდებელი პროფკავშირი შეიქმნება სინამდვილეში. ბრუნდება Walt-ი, დახვდება პროფკავშირი, ძალიან უკმაყოფილება, მაგრამ რა ქნას ახლა ეს არის რეალობა, იმიტომ რომ იქ აი ძალიან წამყვანი ანიმატორებიც იღებდნენ მონაწილეობას და საერთოდ გაჩერდებოდა. მაგრამ ნახეთ რა სიზამს, თავის მდივანს ეტყვის, რომ იმ თანამშრომლების პირადი საქმეები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ გაფიცვაში, გვერდზე გადადოს. შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველა ამ თანამშრომელს Walt Disney გაუშვებს სტუდიიდან. არ აპატიებს, ნამდვილად. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა კონტექსტია, რა ისტორიული პერიოდია, მეორე მსოფლიო ომი 41-42 წელი და კი მაშინ იმ წლებში აი 41-ში გამოვიდა Dumbo, არაჩვეულებრივი ანიმაციური ფილმი პატარა სპილოზე, რომელიც დაფრინავს, გამოვიდა Bambi.
წარმოუდგენლად აი რა ვიცი ძალიან კარგი ანიმაციური ფილმი შლის ნუკრის ნაამბობი მე დავინტერესდი საიდან წამოვიდა ეს ამბავი ხო შლის ნუკრის ნაამბობი გავარკვიე რომ ვაჟა-ფშაველა უოლტ დისნეის წაკითხული ნამდვილად არ ქონდა და ეს მულტფილმი შეიქმნა ფელიქს ზალტენის წიგნის მიხედვით ფელიქს ზალტენმა დაწერა ეს ამბავი შლის ნუკრის ნაამბობი მე მართლა რომ გითხრათ რადგან ბავშვობას ვიხსენებ ეს იყო ერთ-ერთი მოთხრობა ერთ-ერთი წიგნი რომელზეც მე ვიტირე და აი მესიზმრემო და ესე იგი შლის ნუკრმა როგორ დაკარგა დედა და შემდეგ როგორ უჭირდა იმ დღეში ცხოვრება და როგორ ეშინოდა ადამიანის მოკლედ ფელიქს ზალტენის წიგნის მოთხრობის მიხედვით მაგრამ ჩვენმა ვაჟამ ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა პოეტმა და მწერალმა შლის ნუკრის ნაამბობი 1885 წელს დაწერა. ამიტომ არ ვიცი შეიძლება ამას აქვს გარკვეული ფოლკლორული ესე იგი ნიადაგი ხო საიდანაც შეიქმნა ეს ამბავი მაგრამ შლის ნუკრის ნაამბობი ქართული წერლის მიერ არის შექმნილი, ვაჟას მიერ არის შექმნილი, მაგრამ უოლტ დისნეიმ შექმნა ბემბი. მაგრამ მიდის ომი, კი აჩვენებენ ამ მულტფილმებს, მაგრამ აი ამ დიდი დეპრესიისგან განსხვავებით, როდესაც ადამიანები უყურებდნენ კინოს, უყურებდნენ ანიმაციას, როგორც ანტიდეპრესანტს, ხო, ეს არის უკვე პერიოდი, როდესაც ადამიანებს აღარ აინტერესებთ, ესე ვთქვათ, კინო. ჯერ ეს ერთი მის მულტფილმებს აღარ აჩვენებენ ევროპაში, რა დროს მულტფილმებია და ამერიკაშიც უკვე ამერიკა ემზადება იმისთვის, რომ ჩაერთოს მეორე მსოფლიო ომში. ხო, არ სარგებლობს ანიმაციური ფილმები მით უმეტეს ესეთი პოპულარობით, მაგრამ რას აკეთებს დისნეის სტუდია ომის პერიოდში? მაშინ დისნეის სტუდია მოიპოვა არაერთი სახელმწიფო შეკვეთა და აკეთებდნენ, ესე ვთქვათ, სარეკლამო, აი სოციალური რეკლამის რგოლებს, სადაც მონაწილეობდნენ მისი პერსონაჟები, მიკი მაუსი, დონალდ დაკი. იქ იყო საუბარი, პროპაგანდაზეა საუბარი, პროპაგანდისტული მოკლე ესეთი ფილმები. აი ამ პერსონაჟების მონაწილეობით. იქ იყო საუბარი ომზე, ჯარზე, როგორ ვამარცხებთ გერმანელებს, ნაცისტებს, მაგრამ არა მარტო. მაგალითად, ერთ-ერთი შეკვეთა იყო ფინანსთა სამინისტროსი, როდესაც დონალდ დაკი უყვებოდა ამერიკელებს იმაზე, რომ უნდა გადაიხადონ გადასახადები, როგორი მნიშვნელოვანია ეს ქვეყნისთვის. და სხვადასხვა იქ ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთა იყო, მოკლედ, ბევრი შეკვეთა, მაგრამ ეს არის პერიოდი, როდესაც აი დისნეის ცოტა ეპარება დეპრესია, იმიტომ რომ აი ეს დიდი რაღაცები, რასაც აკეთებდა, ხო? ფერადი, ხმოვანი, სრულმეტრაჟიანი პირველი ფიფქია, პრინციპში აი ყველა მისი ბიოგრაფია ამბობს, რომ ყველაზე დიდი წარმატება, აი მიკი მაუსი კი იყო ესეთი დიდი აფეთქება, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი წარმატება უოლტ დისნეის ფიფქია მოუტანა. ფიფქია და 7 ჯუჯა. არა მარტო შემოსავლის თვალსაზრისით, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანმა სრული მეტრი შექმნა. მულტფილმი, ანიმაცია სრულმეტრაჟიანი ადამიანები მიდიოდნენ მხოლოდ ამის სანახავად. აი ეს წლები, ომის პერიოდი დისნეის სტუდია აკეთებს აი ამ პროპაგანდისტულ მოკლე ფილმებს, მულტფილმებსაც, მაგრამ ძირითადად ამით არის დაკავებული. ომის შემდეგ უკვე იწყება გარკვეული ცვლილებები, აგრძელებენ სრულმეტრაჟიანი ფილმების, ანიმაციური ფილმების გადაღებას, მაშინ გადაიღეს კონკია და მაშინ გადაიღეს მძინარე მზე თუ ნახავი, არაჩვეულებრივი მულტფილმები, მაგრამ იწყებენ უკვე ფილმების გადაღებას, სადაც ისევ გახსოვთ ელისი და საოცრებათა ქვეყანა. აი აქაც ეს ნაზავია. მერი პოპინსი უაღრესად პოპულარული აფეთქდა, ესე იგი კინოთეატრები, მერი პოპინსმა აფეთქა. მერი პოპინსი მუსიკალური ფილმი
მთელი ოჯახისთვის, ესე ვთქვათ, არა მარტო ბავშვებისთვის, მეც დიდი ინტერესით ვუყურებდი, სადაც თამაშობს მსახიობი და ანიმაციური პერსონაჟებიც მონაწილეობენ აი ამ ფილმში. ცოცხალი ფილმის და ანიმაციური ფილმის ნაზავი. ისევ დაიწყეს ამ ფილმების და ანიმაციური ფილმების გაყიდვა ევროპაში, ისევ რაღაცა შემოსავალი, მერჩს მოაქვს თავისი შემოსავალი და ეს არის პერიოდი, როდესაც Walt Disney, რომელსაც კიდე ერთხელ ცოტა დეპრესია ეპარება, არ იცის კიდე რა გააკეთოს, რაც მოახდენს დიდ გარღვევას, ხო? Walt Disney, გარდა იმისა, რომ აი ამ არაჩვეულებრივი საოცარი ანიმაციური სამყაროს ავტორია, არის პირველი სამეცნიერო პოპულარული ფილმების ავტორი. მაშინ მოგზაურობდა ოჯახთან ერთად ლათინურ ამერიკაში, სხვა ქვეყნებში და იღებს ფილმებს ფლორაზე და ფაუნაზე, ანუ ბუნებაზე და ცხოველებზე. პირველი ის, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, რა ვიცი, National Geographic-ზე, უამრავ სხვა არხზე, ხო, პირველი ავტორი ამ ფილმების იყო Walt Disney. და გარდა ამისა, ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე შემოდის მისი აღმატებულება ტელევიზია. თავიდან Walt Disney აი ამ შემთხვევაში დიდი სკეპტიციზმით უყურებდა ტელევიზიას. ჯერ ესერთი მას არ მოწონდა, რომ ტელევიზია თავიდან იყო შავ-თეთრი და ადამიანს უკვე ფერადი ფილმები აქვს შექმნილი და ფერადია ყველაფერი, რასაც აკეთებს, ეს არ მოწონს, მაგრამ მერე მიხვდება, რომ ტელევიზია არის ის მედიუმი, რომელიც ყველა ადამიანის სახლში შევიდა. ადამიანებს აღარ ჭირდებათ კინოთეატრში წასვლა. კი, კინოთეატრები ჯერ კიდევ ძალიან პოპულარულია. დღესაც კი არსებობს, როგორი უცნაურის არ უნდა იყოს, კინო არ მომკვდარა, არც მოკვდება ვივად კინო, მე ვარ დიდი კინოფილი, კომაგი კინოინდუსტრიის, მაგრამ ტელევიზიას უზარმაზარი გავლენა აქვს და დაფარვა. მილიონობით ადამიანი მიდის სახლში, ჯდება ტელევიზორთან და უყურებს. ამიტომ Walt Disney იწყებს მუშაობას ტელევიზიაში და შემდეგ უკვე დიდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის 50-იანი წლები, რა ვიცი, პრაქტიკულად სიკვდილამდე, დიდი ხნის განმავლობაში, 10 წლის ნამდვილად განმავლობაში ჰქონდა თავისი შოუ. სადაც აი ამ შოუს წამყვანი, ტელეშოუს წამყვანი იყო, იქ იყვნენ მისი ესე იგი გმირები. და კიდევ ერთი რაც მოხდა, სხვათა შორის 40-იან წლებში, ეს იყო Walt Disney-ის და Salvador Dali-ის შეხვედრა. იცოდით ამის შესახებ, აი ამ ორმა გენიოსმა, თუმცა მე მართალი გითხრათ, ხო პირადი საქმეა, მე ვამბობ, მე რასაც ფიქრობ, ხო, ამ შემთხვევაში არა ვარ დიდი ფანი Salvador Dali-ის, სხვა მხატვრები უფრო მომწონს, მაგრამ ნამდვილად ვაღიარებ, ესე იგი, რომ გენიოსია. მოკლედ 40-იან წლებში Salvador Dali-მ და Walt Disney-მ გაიცნეს ერთმანეთი რაღაცა პარტიზე, წვეულებაზე კალიფორნიაში. და მაშინ გაუჩნდა იდეა ორივეს, რომ ერთობლივად გააკეთონ ანიმაციური ფილმი. ამ ფილმის სათაური იყო Destino ბედი და სტუდიაში დაიწყეს მუშაობა ამ ფილმზე, აი კადრირება, ესე იგი 8 თვის განმავლობაში Disney-ის ანიმატორები და Salvador Dali ევროპაში შემდეგ დაბრუნდა მუშაობენ ამაზე და უკვე მე მგონი 45-დან 45 წლის ბოლოდან 46 წლის დასაწყისამდე მუშაობდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში და David Henchma, Walt Disney-ის ანიმატორმა, გადაიღო კიდევაც Salvador Dali-ის ესკიზებით, საკუთარი ანიმაციით 18 წამიანი ეპიზოდი, რომელიც აჩვენეს Disney-ს, რომელიც მოეწონა, მაგრამ იმ პერიოდში არ ჰქონდათ ფული და აი ამ დაფინანსების და ფულის, ესე იგი, ფინანსური პრობლემების გამო გადადეს ამ მულტფილმის გადაღება და აქვე ვიტყვი, რომ 1999 წელს Walt Disney
არის Walt Disney უკვე აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ Walt Disney-ის ძმისშვილმა, Roy Edward Disney-მ გააცოცხლა ეს მულტფილმი. ამოიღეს ეს 18-წამიანი ეპიზოდი, ამოიღეს Salvador Dali-ს მოიპოვეს ესკიზები, ამოიღეს Salvador Dali-ს მეუღლის Gala Dali-ს დღიურები და გადაიღეს სხვა შორის მუშაობდნენ პარიზის Disney Studios პარიზის ოფისში ამ მულტფილმზე. გადაიღეს მულტფილმი, რომელსაც ქვია Destino, ეს არის 6 წუთიანი ანიმაციური ფილმი. პრემიერა შედგა 2003 წელს. გირჩევთ რომ ნახოთ. აბსოლუტურად სურეალისტური და საინტერესო არის ის, რომ პირველივე კადრებიდან, აი რომ არ იცოდე საერთოდ რას უყურებ. ამბობ, ვაიმე, Salvador Dali-ს გაცოცხლებული ნახატებია. არ შეგეშლება, ზოგადად ისედაც არ გეშლება თუ იცი Salvador Dali რას ქმნიდა და როგორ რას ხატავდა, ეგრევე მიხვდები რომ Salvador Dali-ს მონაწილეობით არის ეს შექმნილი. ამ ფილმში ავტორებმა შეიტანეს ის 18-წამიანი ეპიზოდიც, რომელიც ჯერ კიდევ 46 წელს იყო შექმნილი. YouTube-ზე არის, მე გირჩევთ ნახოთ, უბრალოდ ინტერესის გამო შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება არა, მაგრამ Destino, ბედი, Salvador, მე ესე ვიტყოდი Salvador Dali-ს და Walt Disney-ს ესეთი საინტერესო ნამუშევარი. Disney მუშაობს ტელევიზიაში, აქვს თავისი შოუ, სტუდია იღებს ანიმაციურ ფილმებს, მხატვრულ ფილმებს, აი ამ ნაზავს, ესე იგი ცოცხალი ფილმისა და ანიმაციისა, მაგრამ ვერ ისვენებს ეს კაცი სამეცნიერო პოპულარულ ფილმებსაც აკეთებენ, ვერ ისვენებს და ალბათ მე ასე ვიტყოდი, რომ ალბათ მთელი ცხოვრება ეს ადამიანი ცდილობდა, რომ შეექმნა ესეთი სამყარო, რომელიც ბავშვობაში ესე აკლდა. აი როგორც გახსოვთ მარსელინის ფერმაზე რო ცხოვრობდა ოჯახი და ყოველ წელს ყოველ შობაზე რო ეხვეწებოდა სანტა კლაუს რო ფერადი ფანქრები მოეტანა, ალბათ ეს უნდოდა რომ ეს ბედნიერი რაღაცა სივრცე, სადაც ყველა ბავშვი არის ბედნიერი. ამდენად გამოუვიდა. და მაშინ მას მოსდის თავში იდეა Disneyland-ის. Disneyland-ი გასაკურველია იმ პერიოდში და უკვე დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში, ამერიკაშიც და ევროპაში განსაკუთრებით იყო უამრავი პარკი, ატრაქციონებით, გასართობი პარკები, თვითონ Disney მოგზაურობდა ევროპაში, ბევრი ნანახი ქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში Walt-ს აქვს იდეა, რომ ეს პარკები იყოს თემატური. ესე ქვია Disneyland-ს ქვია თემატური პარკები, სადაც იქნება სხვადასხვა სექტორი, სადაც იქნება სხვადასხვა თემა. მისი პერსონაჟები, კინოპერსონაჟები. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ისევ რასაკურველია, არ გამოვა უამრავი ფული, ისესხებენ ფულს, გადაიდება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ვალები, კრედიტორები, მაგრამ გაიტანს თავისას და 1955 წლის 17 ივლისს კალიფორნიაში შედგება Disneyland-ის გახსნა. პირველი დღე იყო კატასტროფა. აი მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდა რომ იყო კატასტროფა. რატომ? ჯერ ეს ერთი მოვიდა, იქ იყო უამრავი სტუმარი, დაპატიჟებული ჟურნალისტები. უამრავი უბილეთო ადამიანი შევიდა. ვერ გეტყვით ზუსტად არ ვიცი, 10,000 თუ უნდა შესულიყო, 20,000 შევიდა, ამიტომ ძალიან ბევრი ხალხი, თან ძალიან ცხელოდა, კალიფორნია და 2 დღის წინ დაგებული ასფალტი, აი ბოლო დღეებში. ესე იგი სულ დნებოდა მისი წყლის პატრა შადრევნები არ მუშაობდა. იყო ესეთი ეპიზოდი, როდესაც Walt Disney უყვიროდა თავის თანამშრომლებს და აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში მიკროფონი არ არის გამორთული და მთელ Disneyland-ში ისმოდა მისი ყვირილი. მოკლედ ჩავარდნა დიდი, მაგრამ მაინც ხალხი იყო უზარმაზარი შტაბეჭდილების ქვეშ. დღემდე არის. დღეს უკვე მსოფლიოში არის არაერთი Disneyland-ი. მეორე Disneyland-ის გახსნას უკვე ფლორიდის შტატში Walt Disney ვეღარ მოესწრება, მას გახსნის მისი ძმა, Roy Disney, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერი ეს პრობლემა, ყველაფერი მოგვარდა და იმის მერე დაიწყო Disneyland-ების დიდი ისტორია, ესე
იგი მთელს მსოფლიოში. აი მოდით ესეთი პატრა კვიზი ჩავატაროთ. No cheating, Google-ში ჩახედვის გარეშე. მოდით დაწერეთ, როგორ ფიქრობთ, სად გაიხსნა პირველი დისნეილენდის საზღვარგარეთ, ანუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკაში არის 2, კალიფორნიაში და ფლორიდაში, მაგრამ არის კიდე სხვა ქვეყნებში. აი როგორ გონიათ, სად გაიხსნა პირველი საზღვარგარეთული დისნეილენდი. მე ვერ გამოვიცანი, ნამდვილად ის თქვი, რასაც თქვენ, ბევრი თქვენთაგანი იფიქრებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ესე არ არის. ბოლო სიცოცხლის ბოლო 10 წლის განმავლობაში Walt Disney იყო დაკავებული დისნეილენდით. დისნეილენდის ტერიტორიაზე, კალიფორნიაში თავისი ბინაც ჰქონდა და ხანდახან ადამიანები, რომლებიც მაშინ სტუმრობდნენ დისნეილენდს, იხსენებდნენ, რომ გამოდიოდა თავის სახლიდან, ხანდახან ბავშვებს ელაპარაკებოდა. Walt Disney გარდაიცვალა 1966 წლის დეკემბერში. რამდენიმე თვით ადრე ექიმებმა მას უთხრეს, რომ მას კიბო აქვს, ფილტვების კიბო. Walt Disney მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრს ეწეოდა და სულ ახველებდა. მისი ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მის სტუდიაში მუშაობდნენ, იხსენებდნენ, რომ ხშირად ხვდებოდნენ, რომ Walt Disney მოვიდა სამსახურში, იმით რომ ისმოდა მისი, ესე იგი, დახველა. და მაშინ ამბობდა Man is in the forest. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ფრაზა მულტფილმიდან Bambi. როდესაც Man is in the forest, ანუ ადამიანი ტყეში, როგორც დიდი საფრთხე, რომელსაც უფრთხის Bambi. და ეს მისი თანამშრომლები Man is in the forest or in the office, ოფისში, ესე იგი მოვიდა ბოსი, კაცრი, მომთხოვნი, ძალიან. მე არ მithქვამს, როგორ ითხოვდა თავისი თანამშრომლებისგან, პერფექციონისტი იყო, აი იგივე ფიფქიაზე. რამდენიმე წლის განმავლობაში რატომ მუშაობდნენ, იმიტომ რომ ახალ და ახალ ესკიზებს ითხოვდა თავისი თანამშრომლებისგან, მაგრამ ამასთანავე ბევრსაც გასცემდა, იმიტომ რომ იგივე ფიფქიაზე მუშაობისას მოიყვანა მსახიობი, რომელიც ცეკვავდა, მღეროდა და ეს ანიმატორები ისხდნენ და ხატავდნენ. ძალიან ისეთი ნატურალისტური და ბუნებრივი რომ ყოფილიყო, ხო? გარდაიცვალა მისი სიკვდილის ირგვლივ არსებობს რაღაცა ლეგენდები, კონსპიროლოგია, მითები. მთავარი უკავშირდება იმას, რომ Walt Disney კი არ დაკრძალეს, არამედ გაყინეს. არა მეგობრებო, ნამდვილად დაკრძალეს Walt Disney, არ გაუყინავთ, მაგრამ რას უკავშირდება? მალევე მისი სიკვდილის მერე გაჩნდა ეს ლეგენდა, რადგან მაშინ ამერიკაში აი რაღაც ეს კრიო ამბები და გაყინვა ადამიანების რაღაცა ეთყობა იწყებოდა, ეს პოპულარული იყო და არსებობს ვერსია, რომ ზოგ ექიმთან გაიარა კიდევაც კონსულტაცია, რომ რა მოხდება მე რომ მოვკვდები, რომ გამყინოთ და შემდეგ როდესაც კაცობრიობა მოიგონებს წამალს კიბოს წინააღმდეგ, ესე იგი გაალღობენ და გადაარჩენენ. არა, ესე ნამდვილად არ არის. შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი უკავშირდება იმას, რომ როდესაც გარდაიცვალა მის კაბინეტში, რაღაც მისი ჩანაწერები იპოვეს და იქ ეწერა მაგალითად ცნობილი მაშინ ჯერ კიდევ ესეთი ცნობილი არ იყო ახალგაზრდა მსახიობი კურტ რასელის სახელი, კურტ რასელი, FBI. FBI აი აქ საინტერესოა, რატომ? იმიტომ რომ კიდევ ერთი რასაც ამბობენ Walt Disney-ზე არის ის, რომ Walt Disney FBI-ზე საგამოძიებო ბიუროზე მუშაობდა. მეტნაკლებად ეს არის სიმართლე და არა იმიტომ, რომ რაღაცა მომენტში FBI მას მისცა საპატიო აგენტის წოდება, არა, არამედ ეს უკავშირდება იმას, რომ ომის შემდეგ უკვე 50-იან წლებში, ეს მაკარტიზმის პერიოდში, იგი თანამშრომლობდა FBI-თან და უმხელდა იმ ადამიანების სახელებს და გვარებს,
აბეზღებდა პირდაპირ თქვათ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ აი ამ მემარცხენე იდეებით და თვლიდა რომ რაღაცა კომუნისტებისადმი და კომუნიზმისადმი რაღაცა სიმპათიები ჰქონდა ამ ადამიანებს. მაშინ ესეთი კომისიაც იყო, კომუნისტთან ბრძოლის რაღაცა კომისია, ჩვენებას აძლევდა ამ კომისიას და რაღაცა ბევრი ადამიანის სახელიც დაასახელა, ხო? ნუ აი ესეთი შავთეთრი ადამიანი იყო. კარგი, ბევრი ისეთი ცოტა ნეგატიური. რა მოხდა მისი სიკვდილის შემდეგ? როგორც გითხარით, შემდეგ გაიხსნა, უკვე უნდა გახსნილიყო მეორე დისნეილენდი, მისი სიკვდილის შემდეგ გაიხსნა ფლორიდაში, როი დისნეიმ გახსნა, რომელიც 71 წელს გარდაიცვალა. სტუდია გადავიდა დირექტორთა საბჭოს ხელში. 70-იანი წლები დისნეის სტუდიისთვის ეს არის ჩავარდნის სტაგნაციის პერიოდი, მე ესე ვიტყოდი. ჯერ კიდევ კი არა და აქვთ შემოსავალი, ჯერ ეს ერთი უზარმაზარ შემოსავალს იღებენ თემატური პარკებიდან. მილიონობით ადამიანი სტუმრობს ამ პარკებს დღემდე და მერჩისგან ისევ ყიდიან მერჩს, მაგრამ სიტუაცია სტუდიისთვის მე ვგულისხმობ შემოქმედებით სტაგნაციას და ჩავარდნას, აი ამ ესეთ შედევრებს როგორც იყო ადრე რაც იქნებოდა აღარ ქმნიან. მაგრამ სიტუაცია იცვლება 1984 წელს, როდესაც გენერალური დირექტორის პოსტზე დისნეის სტუდიაში პატიჟებენ ვინმე მაიკლ აისნერს. მაიკლ აისნერი დაიკავებს ამ პოსტს 2005 წლამდე. მან აღადგინა დიდი სრულმეტრაჟიანი დისნეური ანიმაციური ფილმების გაკეთება ამ სტუდიაში და ეს პერიოდი არის დისნეის სტუდიის რენესანსი. ზუსტად მაშინ გამოდის ისეთი ჰიტები, როგორც იყო პატარა ქალთევზა, მზე თუ ნახავი და ურჩხული, ალადინი და რასაკვირველია მეფე ლომი. 1995 წელს აისნერი მიიღებს ესეთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და შეიძენს ABC კომპანიას ABC-ს და უკვე დისნეის სტუდიო ხდება ესეთი მედია მაგნატი, მე ვიტყოდი, მაგრამ მასაც ადანაშაულებენ ავტორიტარიზმში და 2005-ში ეს თან არის ისეთი ცოტა რთული woke culture რაღაცა პერიოდი, ვიტყოდი, პოლიტიკის პერიოდი. მოკლედ მაიკლ აისნერი დატოვებს ამ თანამდებობას 2005 წელს და ამ პოსტზე დაპატიჟებენ ვინმე რობერტ აიგერს. რობერტ აიგერიც ძალიან წარმატებული გენერალური დირექტორი იყო. 2006-ში დისნეიმ შეიძინა კიდევ ერთი ძალიან კარგი ანიმაციური სტუდია Pixar-ი, შეიძინეს 7.5 თითქმის მილიარდ დოლარად, 7 მილიარდ 400 მილიონ დოლარად, შეიძინეს Marvel Entertainment 4 მილიარდ დოლარად 2009 წელს და 2012-ში შეიძენს Lucasfilm ამ სტუდიას და ასევე მოიპოვებენ საავტორო უფლებებს ვარსკვლავურ ომებზე და ინდიანა ჯონსზე. მიუხედავად პანდემიისა და ეს ნიშნავდა იმას, რომ თემატური პარკები იყო დაკეტილი, 2021 წელს, პანდემია უკვე სრულდებოდა, დასრულებული იყო, კომპანიის დისნეის სტუდიოს კაპიტალიზაცია შეადგინა, მოემზადეთ 327 მილიარდი დოლარი. 2020-ში კომპანიაში მიიღეს, გაიზიარეს ინკლუზიურობის პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ ფილმებში უფრო უნდა იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა რასის და სხვადასხვა თემის წარმომადგენლები. ახალი ჰიტი მე ესე ვიტყოდი, რომელსაც გარკვეული სკანდალები მოყვა, გახდა პატარა ქალთევზას რიმეიკი, რომელიც გამოვიდა 2023 წელს და ამ ფილმში მთავარი როლი შეასრულა აფრო-ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ჰოლი ბეილიმ.
ხო, ну, ზოგს მოწონდა ეს, ზოგი პირიქით თვლიდა აი ეს, ну, ესეთი ინკლუზიური პოლიტიკის შედეგი იყო და ზოგი პირიქით თვლიდა, რომ იმ ტრადიციულ რაღაცა ორიგინალის არ უნდა შეიცვალოს, ეს სერიოზულად, სხვადასხვა ვერსიები არსებობდა, მაგრამ ეს ისტორია გაგრძელდა, როდესაც სტუდიაზე შეიქმნა ფიფქის რემეიკი. იქ უკვე ფიფქის როლი შეასრულა ლათინო-ამერიკელმა მსახიობმა რეიჩელ ზეგლერმა, რომელმაც ბოდიში, მეგობრებო, ჩემთვის ცოტა უცნაური განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ძალიან აკრიტიკებდა იმ ძველ ვერსიას და ამბობდა, რომ ესე იგი რაღაცა გენდერული თანასწორობა არ იყო დაცული იმ გენიალურ ფილმში 1927 წელს რო გამოვიდა ფიფქია და 7 ჯუჯა. ბოდიში რეიჩელ ზეგლერ, მაგრამ ნუ ვერაფრით ვერ დავეთანხმები, კი ბატონო. ხო, ну აი ეს არის დიზნეი სტუდიოს ახალი ცხოვრება, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ყველაზე შემოსავლიანი და მდიდარი კომპანია მთელს მსოფლიოში. ეს იყო ჩვენი ეპიზოდი Walt Disney-ზე. ადამიანზე, რომელმაც შექმნა მთელი სამყარო, კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას. ადამიანმა, რომელმაც მე სულ პატარა არ ვიცი 5-6 წლის ვიყავი ალბათ მაშინ, რომელმაც გამაოგნა, აი პირღია დამტოვა ეს პატარა გოგონა ჩაბნელებულ კინოთეატრში. საათნახევრის განმავლობაში არც ვახამხამებდი, ისე ვუყურებდი ეკრანს. მე გავაწლები და მე ზუსტად ესე, უკვე ჩემ პატარა შვილთან ერთად, ეს არის 2000-იანი წლები, ვუყურებ პატარა ქალთევზას, ალადინს, მეფე ლომს. და ეხა მართალი გითხრათ, ერთი სული მაქვს, როდის გაიზრდება ჩემი შვილიშვილი ნიკო, რომელიც უკვე 5 თვის არის და მასთან ერთად ვუყურებ ამ საოცარ ზღაპრებს, Walt Disney-ს მულტფილმებს. მე ყველას რა ვიცი, ამას გისურვებთ, რომ ხანდახან მაინც დავბრუნდეთ ბავშვობაში, ამ საოცარ სამყაროში. ხანდახან ეს ძალიან გვჭირდება. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. კიდევ ერთხელ გამოგვყევით YouTube-ზე, გამოგვყევით სხვა სოციალურ ქსელებზე. დიდი მადლობა Shave Coffee Roasters, მადლობა GT Consulting-ს. ეპიზოდის აღწერაში არის ბმული, დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია კარგ პროფესიონალ იურისტებთან. და სხვათა შორის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სტუდია 64-ის შესახებ. თუ გნებავთ კრეატიული კონტენტის შექმნა, მოგმართეთ ჩვენ. მოდით ვითანამშრომლოთ. დიდი მადლობა და იცით რა, მოდით ამ ეპიზოდის მერე ნახეთ დისნეის რამე მულტფილმი. დარწმუნებული ვარ, რომ კარგ ხასიათზე დადგებით. მადლობა, კარგ საღამოს, ან დღეს გისურვებთ, მომავალ შეხვედრას.